რა არის ესეთი პოპულარული გადაცემები, სულ უყურებ ხოლმე მაგას, ფილმებში, ისტორიულ ფილმებში ზუსტი და მითი რაც არის. მათ შორის არა მარტო იმას შინაარსში, არამედ მაგალითად ჩაცმულობა იქნება ეს თუ რაღაცა ის ინსტრუმენტების გამოყენება, იარაღების თემა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ყველაზე ესეთი რეალისტური, ესეთი დაახლოებული იმასთან, ისტორიულ რეალობასთან იყო სერიალი რობოტი, იგი 2 სეზონი. ზუსტი ასლი არ არის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ რომ ისტორიული რეკონსტრუქცია ზუსტად მოეხდინათ. აი სხვა ფილმები იქნება ეს მამაციგული, ეს იქნება ეს გლადიატორი თუ სხვა. გლადიატორი საერთოდ არა ისტორიული ფილმი, ეს ალტერნატიული ისტორია სიამოვნებაში. იმის მიუხედავად ისტორიული პერსონაჟები არის მათ. მამაციგულიც აბსოლუტურად სხვანაირად იყო და სიამოვნებაში არანაირი გლეხი არ ყოფილა ეს უილიამ ვოლასი, იყო ორი ვერსია. გაღარიბებული რაინდი იყო, რაინდების ფენას წარმოადგენდა, რომელსაც წარმოდოდოთ ინგლისის მმართველობაში ყოფნა. კარგი, დავიწყოთ მე მგონი. მოგესალმებით ჩვენს შემდგომ პოდკასტში და რა თქმა უნდა ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გუმრაძე და ჩვენი სტუმარია ჩვენი მეგობარი ნუკრი შოშიაშვილი. ნუკრი, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოგესალმებით. დღეს ჩვენი საუბრის ასე ვთქვათ საგანი იქნება ის სერია, არა ესე რა თქმა უნდა მთელ საუბარს მარტო სერიას ვერ მივუძღვნით, მაგრამ მთლიანობაში ის ინიციატივა რომ ისტორიის მიმოხილვა დაიწყო შენს ასე ვთქვათ შენს ბლოგებში და ინტერვიუებში და ვთქვათ პოდკასტებში თავისთავად საინტერესოა ის თუ რა მნიშვნელობა აქვს დღეს ისტორიას, ხო? ანუ აი ეს კონტექსტი რო განვიხილოთ, რომ აი ისტორიულ მოვლენებს, ისტორიულ პასაჟებს რა გავლენა აქვს დღევანდელობაზე, რამდენად სწორად გვესმის თითოეული ისტორიული პროცესი თუნდაც ესეც არის ხოლმე, ხო? დღეს რაღაცა წარმოდგენები ისტორიულ წარსულზე, რამდენად სწორია და რამდენად მართებულად აღვიქვამთ თანამედროვე ნარატივების ჩამოყალიბებისას, ხო, ესეც მნიშვნელოვანია. მოდი შენი мотиваციიდან დავიწყოთ. შენ რამ გიბიძგა? პირველ რიგში ალბათ იმა რომ რაღაც ჩვენში ისეთი წარმოდგენები იყო, რომ რაღაც სისტემა, რომელიც ახლა არის გლობალურად, ბევრს გონია რომ ეს არის რაღაც მარადიული სისტემა. და ზოგადად დასავლეთში დღეს დაწყებულია ესეთი კვლევები, ეგრეთ წოდებული დაცემის კვლევები ქვია, სხვა ცივილიზაცია როგორც ძირითადად რომზე არის ხოლმე ესეთი კვლევები. აი ამ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კრიზისის შემდეგ ეს წამოწყებულია და ანალოგიას ხშირად აკეთებენ თანამედროვეობასთან. და იმ ნიშნებს, რაც მაგალითად ძველ რომში იყო, არა მარტო ძველ რომში, იქ არის კიდე რამოდენიმე ელემენტი, ანალოგიებს აკეთებენ და ეს ანალოგიების აქვს ძალიან ისეთი მნიშვნელობა დასავლურ აზრისთვის, რომ რაღაცნაირად გამოსწორების მექანიზმების მოძებნონ. და აი რაღაცა ესეთი მინდოდა გამეკეთებინა საქართველოში, საქართველოში ესეთი კვლევები არ ტარდება, როგორც წესი და ტარდება თუთა სხვა სახის კვლევები. ხა საქართველოსაც ვიტყვი ერთი-ორს რატომ მინდოდა ეს. ჯერ ერთი ის ისტორიული კვლევები, რომელიც რაღაც პერიოდის მიღმა არის, თუ კი საბჭოთა კავშირში ეს ძალიან პოპულარული იყო, მაგალითად შუა საუკუნეები. თანამედროვეობაში არ ვიცი, ეგ იდეოლოგიური პროექტი იყო. ძირითადი აქცენტი გაკეთდა რამოდენიმე საკითხზე და დღეს საზოგადოებრივი ძირითადი რაღაცა ესეთი დისკურსის ნაწილი არის ისეთი საკითხი, როგორც აი მაგალითად 37 წლის რეპრესიები, ხო? ან პირველი რესპუბლიკის საკითხი. გასაგებია რომ ეს საინტერესო საკითხებია, მაგრამ თითქოს აი რაღაცა საქართველოს ისტორია დავიწროვდა საბჭოთა კავშირთან კონტექსტში. ოღონდ ეგ საბჭოთა კავშირიც არ არის როგორ განხილული, ეს არ არის მთლიანობაში განხილული საბჭოთა კავშირის ის ნეგატიურ გამოცდილებასთან, მარტო ნეგატიურ გამოცდილებასთან ურთიერთობა და მე ვხედავ რომ ამასა და რაღაც იდეოლოგიას შორის არის ჭიდრო კავშირი. და მე მინდა უბრალოდ მაგ სრული რომ მაყურებელს, მსმენელს, ახალგაზრდას რაღაცნაირად ვაჩვენე რომ ძალიან რთულია ისტორია და ისტორიული პროცესი ცვალებადია. აი ცვალებადობის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ ერთ პერიოდში ერთი სტრატეგიით გადარჩებოდი, დღეს შენ გიწევს მეორე სტრატეგიით გადარჩენა. და ეს მით უმეტეს იმ რეალობას, რა რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ, როდესაც იცვლება სამყარო და შენ გჭირდება სხვა სტრატეგიები, ადაპტაციის უნარის მნიშვნელობა უნდა მოგეწოდოს ისტორიულადაც. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაც წამოვიწყეთ, ძირითადად აქცენტს მაინც მაგაზე ვაკეთებ. ხა პირველი გადაცემა მქონდა
ბატონ ვალერი ვაშაკიძესთან ერთად ქართლის სამეფოს წარმოქრავდა და იქამდე პერიოდზე რა პერიოდიც იყო, ნუ ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული არსებობდა თორე სახელმწიფო აღმოსავლეთ საქართველოში და ნუ მთელი რიგი არქეოლოგიური გათხრები გვეუბნება, რომ სახელმწიფოებრივი გაერთიანებები უეჭველი არსებობდა, რომელიც იმ საზღვრებს ემთხვევა, რაც მერე ფანაოზმა დავყო საერისთავების სახით. ნუ არსებობდა კახეთი, კუხეთი, ეტყობა არსებობდა და ეს არის მოკლედ ბევრი მინიშნება. მაგრამ თავი რა არის აქ, რომ როგორ წარმოიქმნა ქართლის სამეფო? ქართლის სამეფო წარმოიქმნა იმ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების შედეგად, რაც იყო ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, ანუ დიოდოქოსების ომის პერიოდში, როდესაც ქართველებმა დაიწყეს ეგრეთ ლავირება, ხო? და ამ ლავირების შედეგად წარმოიქმნა ერთიანი ძლიერი სახელმწიფო. შესაბამისად, აი ეს როლი, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი თავი დიდ გეოპოლიტიკურ შეჯახებების პერიოდში, შემიძლია აი დღევანდელობისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. და ნუ გასაგებია, რომ ახლა ისტორიას ყოველთვის აქვს რაღაცა ინტერპრეტაციის სახეს და ხშირ შემთხვევაში ერგება თანამედროვეობას, მაგრამ თანამედროვეობის გარდა აქვს კიდე ესეთი რამ, რომ აზროვნებაში უნდა ჩამოგიყალიბდეს ის, რომ ისტორია არის რაღაცა ისეთი პროცესი, მუდმივი ცვალებადი პროცესი და ის საზოგადოებები, რომლებიც რაღაცა ამ ცვალებად პროცესს რაღაცნაირად უფრო მოქნილები არიან და გვერდს უბავენ, უფრო სიტყვისუნარიანები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც რაღაც სისტემის შიგნით იკეტებიან და ზოგადად ჩაკეტილი სისტემა ანთროპიას იწევს მეოთხე თაობაში მაინც. ეგ ბევრი კვლევა ადასტურებს ამას, რომ ჩაკეტილი სისტემა არ არის სიტყვისუნარიანი. თუ ეს სისტემა მუდმივად არ იცვლება, მუდმივად არ ტრანსფორმირდება და ცდილობს რაღაცა ძველის მუდმივ შენარჩუნებას, მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში კულტურულ ღირებულებაზე, მე ვამბობ პოლიტიკურ სისტემურ ღირებულებაზე და გეოპოლიტიკურ არჩევანზე ამ შემთხვევაში. ესეთი პოლიტიკური სისტემა როგორც წესი არის სიტყვისუნარიანი. და სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ უბრალოდ რაღაცნაირად აი ამაზე გავამახვილო ყურადღება და ვაჩვენო, რომ ის პერიოდი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ეს არის მარადიული პერიოდი, ეს ღირებულებები, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ესაც არ არის მარადიული ღირებულებები, თუმცა ამ ღირებულებებში არის რაღაცა, რა თქმა უნდა, რომელიც უცვლელია, ეს იქნება, რა ვიცი, ქრისტიანული იდენტობა, ქრისტიანული რაღაც ღირებულებები და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული კულტურაც, რა თქმა უნდა, იცვლება და ესაც არ არის სტატიკური მოვლენა და მინდა ვაჩვენო ეს ცვალებადობა, რაც პრინციპში ამ იდეოლოგიამ დაავიწყდა საზოგადოებას, რომ არსებობს ცვალებადი სამყარო, ცვალებადი ისტორია და გვაჩვენა რაღაც სტატიკური მდგომარეობა, სადაც აი მე ვიკვლევდი 2020 წლამდე, ახლა 2020 წლის შემდეგ თუ შეიცვალა მდგომარეობა, მაგრამ 2020 წლამდე ვიკვლევდი ქართულ ისტორიის სახელმძღვანელოებს და ამ ისტორიის სახელმძღვანელოში ძირითადად ეგეს დებულება იყო თქვენ თუ გადახედავთ მე-10 კლასის სახელმძღვანელოს, მე-11 კლასის სახელმძღვანელოს უკაცრავად, ამ პერიოდში დაწერილი 2000, ესე იგი 6 წლიდან 2020 წლამდე, იქ ეწერა ესეთი რაღაცა შინაარსი იყო, რომ არსებობს მუდმივი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური შინაარსი იყო, რომ ზღვის ცივილიზაციები არსებობდა ხმელეთის და ესა მუდმივი დაპირისპირების ლოგიკა და ნუ კი არის გეოპოლიტიკაში ესეც ცნება, მაგრამ ჩვენ ისტორიულ ნარატივში, სასკოლო ისტორიულ ნარატივში ეს როგორ აისახა, რომ მოგვიანებით პერიოდში ეს არის სახმელეთო, ეს არის რუსეთი, საზღვაო ეს არის დასავლეთი და ჩვენ განვიხილავდით როგორც არა სახმელეთო ცივილიზაცია, რატომღაც, რომელიც ვიყავით ნაწილი დასავლური ცივილიზაციის და ეს მთელი დაპირისპირება იყო მუდმივი დაპირისპირება ამ ორ შორის. სინამდვილეში ესე არ არის. სინამდვილეში შეიძლება რაღაც კონტექსტში გეოპოლიტიკური რაღაცა პროცესის ახსნის დროს ეგ ტერმინოლოგია ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს, მაგრამ ისტორია ესე არ იხსნება. ისტორია იხსნება უფრო რთულად და მაშინ არ იხსნება მაგალითად პირველ მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, რატომ უპირისპირდებოდნენ სახმელეთო იმპერიები ერთმანეთს, ხო? თუ ეგეთი მუდმივი დაპირისპირება იყო და რატომ იყო, რომ სახმელეთო იმპერია თუ რუსეთია, რატომ იყო ყოველთვის ამ ორ მსოფლიო ომის დროს საზღვაო იმპერიების გვერდით სახმელეთო იმპერიის წინააღმდეგ. ну გასაგებია რომ ეს მას ჰქონდა რაღაცა მიზანი რომ მოსწავლეთვის ჩამოაყალიბებინა აზრი რომ რუსეთი არის როგორც ეგ არა მარტო როგორც ისეთი სახელმწიფო მტერი რომელიცაც უბრალოდ საკუთარი იმპერიული ამბიცია გააჩინა არამედ რაღაცა ანთროპოლოგიური სახმელეთო ცივილიზაცია რომელთან ყოფნაც კულტურულად ცივილიზაციურად უბრალოდ წინააღმდეგობაში ვართ და ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი მე არ ვიცი მაგ სახელმწიფოს გასაგებმეძების გამო, მაგრამ ეს რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირება საქართველოსთან მიმართებაშია?
კი, მათ შორის. აი ნახეთ, როდის იყო რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირება საქართველოს გამო? არა, საქართველოში როგორც საქართველოს როგორც დასავლური ღირებულებების მატარებელი, ესე არის. აი ნახეთ, აი 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ სახელმძღვანელოებს ვწერდით, თემები იყო ესე გადაწილებული. ახლა შეიძლება მე შევდება ოდაშევშევ, მაგრამ გადავაზუსტო, ესე იგი რუსეთი უპირისპირდებოდა როგორც სახმელეთო ზღვის ქვეყანას? ხო, საზღვაო ცივილიზაცია. და გეოპოლიტიკურ ჭრილში ესე არის წარმოდგენილი? ესე იყო წარმოდგენილი. ახლა უკვე ეს ტრადიციული გეოპოლიტიკა რაც იყო, ახლა მე რაც ხედავდით ჩვენ რომ ფაქტიურად სულ იყო ჩრდილოეთის და სამხრეთის დაპირისპირება, ხო? სამხრეთში ხან ორი იმპერია იყო, ხან ერთი და რუსეთში ჩრდილოეთი რა მნიშვნელობა აქვს? ეს ახლა მოდით იმას იყო ზღვასთან იყო ბაქეთში ეს. გავყოთ. აი ოსმალეთი, სპარსეთი და რუსეთი, ხო? გავყოთ. აი რატომ გავყოთ? ესე იგი მე-11 კლასის სახელმძღვანელოში მაინც იყო ძველი და შუა საუკუნეების პერიოდი. აი მე-12 კლასის სახელმძღვანელოში ეს უფრო გამოკვეთილია, როდესაც იწყება ახალი და უახლესი პერიოდი, როდესაც რუსეთის ფენომენი ჩნდება. იმ პერიოდში მაინც და მაინც ესე გამოხატული ეს სახმელეთო და საზღვაო ცივილიზაციების შეტაკება ესე გამოხატული არ არის. ხა ეს ერთსაც ვიტყვი 90-იან წლების სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, სადაც მაგალითად 16 თავი ეძუნებოდა არაევროპულ სახელმწიფოებს, ეგ იყო აზიის სახელმწიფოები და აფრიკის სახელმწიფოები 2000 ესე იგი 6 წელს გამოვიდა 2000 მერე 2006 წელს იყო 2008-ში იყო 9-ში იყო გამოსული სახელმძღვანელოები და იქ უკვე 3 პარაგრაფამდე დავიდა მე-12 კლასის სახელმძღვანელოში აზიისა და ხო აზიისა და აფრიკის მეგონი საერთოდ არც იყო ხო მე არ მახსოვს ვიცი რომ იყო ერთი თავი თურქეთზე ოსმალეთზე ერთი თავი ირანზე და ჩინეთი მეგონი ნახსენები იყო. დანარჩენი ძირითადად იყო ძალიან ევროცენტრისტული გახდა ჩვენი სახელმძღვანელოები იმ პერიოდში. და შთაბეჭდილება გექნებოდა რომ მთელი ისტორია ეს არის ევროპის ისტორია. ყოველ შემთხვევაში მე-12 კლასის ისტორიიდან კვლავ ვიმეორებ ეს არ ეხება მე-10 კლასის სახელმწიფოს, სადაც ძველი ეგვიპტე, შუმერები და ძველი ბრინჯაოს ხანა ეხა იქ ვერ აცდები. ევროპას ვერ ჩატევე ამ პერიოდში, მე ვამბობ ახალ პერიოდს. იქ გაქრა აზიის და მით უმეტეს აფრიკის ფენომენი საერთოდ გაქრა. და ბავშვი უყალიბდებოდა რომ ესაა სამყარო ევროცენტრისტული სამყარო და ჩვენი სახელმძღვანელოები იყო რადიკალურად ევროცენტრისტული. და ბუნებრივია რომ როდესაც შენ ესე იგი მარტო ევროპულ რაღაც სამყაროც ეცნობი რთულია დაინახო რაღაც სხვა კონტექსტები ისტორიაშიც. იყო კი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებზე საუბარი, მაგრამ აი საინტერესოა რომ საქართველოს ისტორიაც 32 თავი ეძუნება რუსეთის კონტექსტში იყო დანახული. და ახსნები როგორი აქვს მაგ დაპირისპირებას, ეს საინტერესო იყო ჩემთვის. აი მაგალითად 90-იან წლების დაპირისპირება 92-93 წლის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ხო, იგა შეונה ეს აფხაზეთის ომი დასრულებულია და რას ვკითხულობთ მაგალითად იგივე 99 წლის და 2000 წლის სახელმძღვანელოებში 2000 წლის სახელმძღვანელოებში უბრალოდ პირველად გაჩნდა ეს თავი იქამდე იყო მოდიოდნენ აფხაზეთის ომამდე და ზვიადგამსახურდიამდე მოდიოდნენ და ეს პერიოდი და დამოუკიდებლობის აღიარებამდე 2000 წელს ჩდება ეს თავი იქ ძირითადად გვიხსნიდნენ რომ თავარი პრობლემა იყო სეპარატიზმი და სეპარატისტები ესე იგი სეპარატისტებს უმაგრებდნენ ჩრდილოკავკასიელი სხვა ძალები და რუსეთიც იყო, მაგრამ რუსეთი არ იყო როგორც მთავარი ფაქტორი. იყო მაინც ჩრდილოკავკასიელი და ამიტომ ადამიანმა იცოდა ვინ იყო მაგალითად არძიმბა იმ სახელმძღვანელოს წოკი წაიკითხავდა. იცოდა იქ მოქმედი პირების ისტორია. აი ახლა როგორ არის? ახლა ეს არის აბსოლუტურად გადატანილი რუსეთ-საქართველოს ომათაა გამოცხადებული და თითქოს აფხაზეთის ფენომენი, აფხაზების ფენომენი გამქრალია. ეს კარგად ჩანს, რომ ეს ომი სიამდვილეში რაც იყო მცდელობა, იყო ის, რომ 2008 წლის ომისთვის გვეწოდებინა მეორე ომი, რუსეთ-საქართველოს და პირველი ომი გვეწოდებინა 92-93 წლის ომისთვის. და ამ ფაქტორზე, როდესაც აი ერთ-ერთი შეხვედრაზე ვიყავით სომხეთში, აფხაზი და ოსი ისტორიკოსები იყვნენ და იქ შევხვდით და
რო იყო საუბარი, აი თქვენ რო შეხედოთ აფხაზეთის ისტორიას, აფხაზეთის ისტორია არის საკმაოდ ესე იგი. სად იყო ეს შეხვედრა? ერევანში იყო, ეს იყო 2 წლის წინ იყო ეს შეხვედრა. მე ადრე ვიყავი და იქ ხარ ვიყავით ერთად, წახკაძორში იყო მაშინ. არა. ანალოგიური შეხვედრა იყო. ხო, ნუ ძირითადად გასაგები. ესეთი სახის შეხვედრა იყო, სადაც საუბარი იყო სახელმძღვანელოებზე, როგორ აგვაქვს ეს სახელმძღვანელო. ოსებს არ ქონდათ საკუთარი სახელმძღვანელო, ოსები იყენებდნენ ჩილოთ ოსეთის სახელმძღვანელოს, რომელიც ძალიან ნეიტრალური იყო. იქ ძირითადად იყო კი ძველი ისტორიაზე, მაგრამ მაინც უფრო აქცენტირებული იყო მატერიალურ კულტურაზე, ოსების მატერიალურ კულტურაზე. აი აფხაზების ისტორია აბსოლუტურად განსხვავებული იყო. აფხაზების ისტორია საკმაოდ დიდი სკილი წიგნი არის, სადღაც აი სკოლის სახელმძღვანელოზე ვსაუბრობ. ეს ეყრდნობა მათ ისტორიოგრაფიულობას, ხო? ხო, ნუ აი და აფხაზეთის სამეფო და ჩვენთვის საინტერესო იყო ის, რომ აი მე გამეცინა სახელმძღვანელოს უკითხულობდი, რომ მე-11-მე-13 საუკუნეში მარტო გენუელებთან ვაჭრობა წერია. არა წერია ის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო იყვნენ თუ არ იყვნენ. ან თამარზე და დავით აღმაშენებელზე და აი ამ პერიოდში ხმა არ არის ამოღებული, მარტო ის, ესე იგი აფხაზეთში ლეონ მეფის დროს იწყება, ხო? კი, არა, ქვის ხანიდან იწყება, მაგრამ ჩვენთვის ეს არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც ის, რომ თქვენ თუ დააკვირდებით სახელმძღვანელოს მოცემულობას, სადღაც 30-20% აქვს ამ სახელმძღვანელოს მიძღვნილი მთლიანად ისტორიას და დანარჩენი უკვე 60% არის ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. და შესაბამისად, როდესაც აფხაზი ბავშვი კითხულობს, ის მისთვის ეს უახლესი ომი არის ძალიან ესეთი ცოცხალი, იმიტომ რომ ყველა ნაციონალური ნარატივი მაგას ეფუძნება. აი ახლა ელემენტარულად სტუდენტებს რო კითხო, ხო? აი მე ძალიან მიკურს ხოლმე, რომ სტუდენტებმა არიციან 92-93 წლის კონფლიქტები. არიციან იციან რომ რუსეთის ფაქტორი იყო, მაგრამ არ ძიმბა ვინ იყო, აი ახლა გქონდა ზუსტად ამ წინა კვირას გქონდა ლექცია და იქ შევიკითხე, მაინტერესებდა, არ იცოდნენ. და ობიექტურად რო აიღო, კი არის იქ ნახსენები, ესე არ არის რომ არ იყოს ნახსენები, მაგრამ არა გამოკვეთილი მისი როლი, არა გამოკვეთილი რაღაც ესეთი მომენტები და გამოკვეთილი აი ძალიან ზედაპირული შეფასება აქვს. მე ამ შეფასებებში ხა ღრმად არ შევალ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ როდესაც აფხაზი სტუდენტი და ქართული სტუდენტი ერთმანეთს ხვდება, ქართული სტუდენტისთვის ეს კონფლიქტი არ იყო ეთნიკური კონფლიქტი. იმიტომ რომ სახელმძღვანელო არ ეუბნება ახლანდელი სტუდენტისთვის. არ ეუბნება მას, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი. როდესაც მისთვის, აფხაზისთვის ეს არის მკვეთრად ეთნიკური კონფლიქტი, სადაც დამპყრობელი ბარბაროსის ესეთი საშინელი ადამიანი აბსოლუტ დემონიზებული სახე აქვს ქართველს იმ სახელმძღვანელოში, მაგრამ იცის ვინ იყო მაგალითად კიტოვანი, იცის ვინ იყო ყარყარაშვილი, იცის ვინ იყო იოსელიანი, შევრანდა თავისთავად იცის და ასე შემდეგ. ანუ მან იცის მისი სახელმძღვანელოებიდან ვინ იყვნენ ეს ფიგურები. და ქართულმა სტუდენტმა არ იცის ვინ იყვნენ ეს ადამიანები. არ იცის, უბრალოდ არ იცის, ნუ არ წერია იქ. ან ყოველ შემთხვევაში ისე წერია, ერთხელაა ნახსენები. როდესაც ის ბევრ კონტექსტში არის ნახსენები. ეს საინტერესო ამ ფახლში და ეს ნუ ამიტომ იყო რომ ამ კონფლიქტზე სხვადასხვა დამოკიდებულებას აქვს. ესე იგი შენ უყურებს და სხვა შეიძლება ხშირი კონტაქტი გქონდა და მაქვს აფხაზებთან ძალიან წინთ ეს ყველაფერს სხვას დავანებოთ. თავი, იმიტომ ჩვენ გამოვრიცხავთ ხოლმე, გვინდა რომ გამოვრიცხოთ აფხაზები. თავარია ისინი გაიწიონ ის რუსები და მე თქვენ მოკლედ რაღაცნაირად მოკლედ აი ქვევრის არ იყოს, მოკლედ მოხვალთ ორშაბათს და ისე იქნება. აი როგორ ისინი ამობენ რომ ჩვენ ხო ცოცხალი ადამიანები ვართ, ჩვენ ვომობდით ადამიანს, ნუ ჩვენ სულ გვინდა რომ გამოვრიცხოთ და ასე შევურიგდეთ. ისინი ხო, ანუ ეს სხვათა შორის პრობლემა გქონდა იქ შეხვედრაზე ერთ-ერთ აფხაზ ქალბატონს გული შეუწუხდა, როდესაც სახელმძღვანელოზე ეს თქვი რომ ნუ ის არ განეხილოს ქართული სახელმძღვანელო მე მეთქი როგორც აფხაზებს როგორც სუბიექტად. სუბიექტურობას ვართმევთ აფხაზებს და ამბობთ რომ ეს მთლიანად რუსეთის პროექტი იყო. ხო, ეგ გახსოვს, აი იქიდან დაიწყო სხვათა შორის ძალიან აქტიურად, როდესაც ტერმინი მარიონეტული რეჟიმი გაჩნდა. კი, ანუ მიშას მმართველობის პერიოდში, ნუ სადღაც ალბათ 2008 წლის იყო. მაგრამ ანუ ეს უკვე გაჩნდა როგორ იცი, ანუ დამკვიდრდა ეს ნარატივი მაინც სახელმძღვანელოებში მოდი ესეც დავა კონკრეტულად ჩდება 2009 წლიდან, ანუ 2008 წლის შემდეგ. 2009 წლიდან ჩდება ეს ნარატივი ძირითადად. რომ უნდა ნუ 2008 წელზე უნდა პასუხი გაეცათ რაღაცნაირად. ნუ 2008 წელს რომ ახსნილია რომ რუსეთს არ უნდა და საქართველოს ევროინტეგრაცია და ნატოში შესვლა და სწორედ ამიტომ წამოიწყო სამხედრო კონფლიქტი. ესეა ახსნილი სახელმძღვანელო. დღემდე მე მგონი ესეა ახსნილი. მაგრამ აი საინტერესო ამოვლენაში არის ის რომ ესე იგი ჩვენთვის
სკოლის სახელმწიფოებიდან გამომდინარე სუბიექტურობა არც ოსებს არ აქვთ. ოსებს სამხრეთ ოსეთის შიდა ქართლის კონფლიქტზე, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტზე საერთოდ ისეთი თითქმის 2008 წელს მე 90-იან წლებს ვამბობ, თითქმის ესე იგი ნახსენები ძამცირი არის რა და იქ ვერაფერი დიდაც ვერ გამოიტან. აფხაზეთის კონტექსტში უფრო გამოიტან და აფხაზეთთან ერთად ჩანს ეს კონფლიქტი. და ამიტომ დარწმუნებული იქნება ამ სახელმწიფოებრივი ვინ სწავლობს, დარწმუნებული იქნება, რომ ეს ომი იყო ქართულ-რუსული ომი, სადაც აფხაზები თამაშობდნენ უბრალოდ ძალიან მარიონეტულ როლს, საკუთარი ნება არ გააჩნდა და როგორც კი ეს რუსული ფაქტორი მოცილდება, ჩვენ ისევ ძმები გავხდებით. ეს კი გასაგებია, რომ შეიძლება სააკაშვილის პერიოდში იყოს ეს მომენტი, მაგრამ ეს ლოგიკა ხელს უშლის რას, რომ შენ რაღაცნაირად უნდა გითხრა რომ ეს სააკაშვილის დროს არ დაწყებულა ხო თქვა ეს მანამდეც იგზნობოდა სულ რო გითხრა მე აი მონაწილეობა არა იგზნობოდა მაგრამ ნახე თვითონ ტერმინის აი ესეთი აქტიური დანერგვა მათ შორის მედია საშუალებით ესე რო თქვა აი ქართულ საზოგადოებაში მე პირადად მგონია რომ ეს არის მცდარი მე მგონია თავს მაგრამ აი მე უნდა გითხრა თასური პერიოდი ჩემთვის ეს იყო ეს აქტიური თქვი ეს იყო ესეთი ეს შეიძლება ესე გვინდოდა რომ ყოფილიყო ეს ილუზია რომ აი თავარია რომ რუსები არ იყვნენ და ჩვენ შორის ყველაფერი იქნება ჰარმონიულად და ძმურად და უნდა გითხრათ მე რომ მე მქონდა შევხვდი თვითონ არძიმბას ჩვენ ვიყავით მე ქალბატონ ლუველიაშვილთან ერთად ჩვენ ვიყავით პირველი ჟურნალისტები რომელიც შუამავლობის გარეშე ვიყავით აფხაზეთში და ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ და ის ისტორიკოსი იყო თვითონ და მას ჰქონდა ეს პრეტენზია ბევრი ვისაუბრეთ ორი დღე ვიყავით ძირითადად სხვადასხვა შემოკლებული ვარიანტი ინტერვიუში პირველ არხსაც გავიდა ეს არის 97 წელი პრობლემა 97 წელია 97 წელია მე ამ ინტერვიუდან რა თქმა უნდა ორი კვირა არ გავიდა ის ჩამოვიდა მე თბილისში ხო და რას გქონდა ის ჰქონდა ისტორიაზე ვსაუბრობდით რაღაც გამათობდით ძველ პერიოდით ახალ ისა უნდა ჩვენ გშლით რომ არცდა ამობდა რომ ესე არ არის და მოქონდა ქართველი წერილების გამოცემული იყო სხვა აი დამიდო აბა მოდი ახლა სათითოდ გავიაროთ ეს ნახეთ თქვენ როგორ ამბობთ ეს აფხაზებზე ანუ და საქართველოში ქართულ საზოგადოებაში ამას რო აქვს ესეთი უბრალო ენით ამას ცუდი გულით არ აკეთებდნენ ესე იგი ამობდა რომ ჩვენ ძმები ვართ თავარია ისინი გვიშლიან ხალხს ისინი ამბობენ რომ ჩვენ უხეშად რო თქვა ხა მე არ მეგავწო ისინი ამბობენ რომ ჩვენი პრობლემები გვაქვს თქვენთან და თქვენ ამბობთ რომ არა თავარია რუსი არ იყოს და ჩვენ გვექნება ისინი ამბობენ არა ჩვენ გვაქვს ჩვენი პრობლემები აი ასეთი ეს მოყვება იმიდან ასე გვე შეიძლება ზოგან უფრო გაძლიერდეს მაგრამ ეს ყოველთვის იყო ეს დამოკიდებულება მე ეს ფოტოშურის რო გითხრა ძველ პერიოდამდე მე ხლა კონფლიქტს გეუბნები ძველ პერიოდამდე იყო ისტორიკოსების დავები იყო წერილები ესეთი სიტუაცია აი აფხაზთა სამეფო იყო არ იყო ნუ იცი ხა შენ ეს ისტორია იქ ლეონი ვისი მეფეა მე როგორ გადადის სინამდვილეში თუმცა რო გვერდიდან მოიყვანო ახლა ვიღაცა ახალი ზელანდიიდან და რო აწყაროები ანახო გეტყვის რომ ნუ საერთო ისტორია ქონდათ ახლა და როგორ ასე იყო თუ ისე იყო ერთი ისტორია იყო ხო ეს კონფლიქტები ძირითადად ისტორიკოსთა ომები დაკავშირებულია სტალინის გარდაცვალების პერიოდთან და ინგო როყვასთან და პირველად ინგო როყვასთან ხდება გიორგი მერჩულესთან ხდება რომ აფხაზები არა ეს რო თქვა თქვენ გიორგი მერჩულეს არ ფშვაჩარებ თვითონ გიორგი მერჩულე ინგო როყვამ დაწერა წიგნი უბრალოდ გიორგი მერჩულეზე ეს დიდი სადაც ნახსენები აქვს რომ ის ძველი აფხაზები იყვნენ ეთნიკურად ქართველები და ისინი მე-17 საუკუნეში მთიდან ჩამოსულებიანენ და დაკავეს ის ტერიტორია მაგრამ აი ერთი ისე ორ ძირითად პრობლემას ხედავთ რა ჩვენ რეალურად ჩვენ რა თქმა უნდა ანუ სახელმწიფო ეს არ არის მოდი მაინც აკადემიური ნაწილი სახელმწიფო ეს არის ხედვა სახელმწიფოსი როგორიც ხედავს ის წარსულს ხო და როგორ ხედავს აი ამ მოგვარების რაღაც გზებს მე ეხლა ხედავ ამას რომ ეს არის გარკვეულწილად აი რუსეთზე გადაბრალება ესა თავის არიდება იმ პრობლემებზე რა პრობლემებიც რეალურად არის მაგრამ მეორე მხრივ აი ის რომ შენ რაღაცა ახალი ნაციონალური ნარატივი შეთავაზო
ნაციონალური ნარატივის შეთავაზო. აი მაგალითად ჯერ არ ყოფილა მსჯელობა რა ნაციონალურ ნარატივს თავაზობს. ამ ნაციონალურ ნარატივში როგორ ჯდება ის ნარატივი მათ შორის, რომ აი აფხაზები, ვინც ახლა საკუთარ თავის აფხაზებს უწოდებენ, ჩამოსულები არიან უძველესი მოსახლეობა, ჩვენთან რა ურთიერთობა ჰქონდათ. უნდა ითქვას, რომ ინგოროყვას დროსაც კი ქართული ისტორიკოსების დიდი ნაწილი უარყოფდა ინგოროყვას თეორიას. და არმიაში და ინგოროყვას თეორია მაინც დამაჯერებლად. მაგრამ პირველად ეს ვინც რაღაცა სახალხო ესე იგი ნაწილად აქცია იყო ზვიად გამსახურდი, რომელიც გახსოვთ ეს ცნობილი ჩანაწერიც არსებობს, როდესაც ის უხსოვს, რომ აფხაზიერი არ არსებობს, რომ ეს არის აფსარნი, ისინი არიან ჩერქეზული ტომები, ისინი ჩამოსული არიან და ქართული მხარე დაეხმარება მათ დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუღოთ იმ ტერიტორიაზე, ისტორიულ ტერიტორიაზე და არა აფხაზეთში. და აქედან იწყება უკვე ისტორიული ნარატივების პოლიტიზირება უკვე სხვა დონეზე. რა თქმა უნდა, აქამდე იყო ეს ქვედა დონეზე, მაგრამ აქედან იწყება ახალ დონეზე. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით უკვე იყო ესეც, ოღონდ აიცეც მე აი გეუბნები 13 წლებში ეს ოფიციალურად არ ოფიციალურად შეიძლება ეს პოლიტიკურ დონეზე ავიდა, იმიტომ პოლიტიკა იქ დაიწყო საქართველოში. მანამდე არ იყო, ესე ვთქვათ, ღია პოლიტიკა ხო არ იყო, ეს დამოუკიდებლობასთან ერთად მოვიდა და მაგრამ აი მე პირდაპირ გეუბნებით ესეთი როგორც თუ გინდა წყაროდ გამომიყენე ეს ოჯახში მაშინ აი შეხვედრებს იმებზე ეს იყო ეს ორი მიმდინარეობა იყო ერთი ნაწილი ეს არაცებობს და ჩამოსულია და არსებობს და იქ მეტი უნდა გითხრა რომ ესეთი დიდი დავებიც იყო ისტორიკოსებს შორის და იქ აი ესე დონეზე იყო რომ ახლა იქ მამაღლამას არ დაგაწერინებდნენ მაგრამ აი ეს იყო რომ ღალატის თემა ტრიალებდა ესე მოდი როგორი საზოგადოება იყო საბჭოთა კავშირში რომ ერთი იყო ოფიციალური დონე გაზეთი ჟურნალი რაცაც ყველაფერს ვერ დაწერდი მაგრამ და მეორე იყო მე მის განხილვები სადაც უფრო მეც იტყოდი და აი რო იტყვიან უფრო ზურგს უკან და ეს ორი ნაკადი ქართული ისტორიოგრაფიაში იყო ძალიან უპირისპირდებოდა იქ იყო არქეოლოგია ხომ მე აღარ მინდა გვარები დავასახელო და ვიცნობ ამას იქ იყო კონკრეტული რაღაცები ზოგი ამომდე რომ იქ ულაპარაკოთ არის პირველი მეორე საუკუნეში და ხომ თვალწები დგას ეს ნაშრომები და რაზე ალაპარაკი ეს აფხაზები იქ იყვნენ და მეორე იყო რომ ესე არ იყო მეცაც გეტყვი როცა გვასწავლიდნენ ჩვენ უნივერსიტეტში ხშირად წინააღმდეგობრივ ბათაც კი გვასწავლიდან ხოლმე და რაღაც შეკითხვებზე მაგალითად პასუხი არ იყო მე მაგონდება მაგალითად როცა გავდიოდით რომაელი ისტორიკოსების რომაელი ისტორიკოსების სადაც ისინი ყველაზე ძველი პირდაპირ დადასტურებულად პირდაპირ ამობენ რომ ესე ვთქვათ ხალიძგას იქით არიან ახლა ის ასე ჩათვლი შენახად მე ამისი გადააზრებაც მედისმარე იქ რომ ნამდვილად ცხოვრობენ ტომები ულაპარაკოა ხო მოდით დავიწყოთ მაგრამ აი საინტერესო თქვი რომ სახელმძღვანელო რა შვება იცი სახელმძღვანელო თვითონ წყარო არ არის ეს არ არის მაგრამ შენ როგორც ასწავლი ისე ზრდი იმ ფსიქიკად აყალიბებ იმ სოფხედველობას აყალიბებ და ეს შეიძლება იყოს ამ კონფლიქტის წინაპირობა ანა და მე მან ერთი რამე არის კიდე მნიშვნელოვანი რა მიუხედავად იმისა რომ აი მეერე ზვიადის შემდეგ ანუ ზვიადის კრიტიკა ვთქვათ შევარდნაძის პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ანუ ზოგადად სხვადასხვა არა რეაბილიტაცია მოხდა სახელმწიფო ცოტა მერე მოხდა მაგრამ ამის მიუხედავად ეგ თეორია გაბატონდა ანუ ეგ დარჩა ერთადერთი თეორიად რა ანუ ეგ მიდგომა აფხაზების მიმართ რომ ისინი მე-17 საუკუნეში ჩამოვიდნენ დარჩა ერთადერთი თეორია პრინციპში შეიძლება ითქვას საკმაოდ ის ერთი საკითხია მოდით ჩვენ გავყვეთ არა თვითონ წყალწოდნეობის საკითხს რაღაცა თქვა მნიშვნელოვანი სიამოვნებაში აი სახელმწიფო ხო უნდა გაყვეს იდეოლოგიას. ნუ ხედვას. უნდა გაყვეს ხედვას. აი ეს და სახელმწიფო პირველად ვერ იქნება თუ იქ ვიღაცა წინას რაღაც არ ჩადო, ხო? და ეს ხედვა ჯერ ჩვენ ესე ვთქვათ გამოკვეთილად ესე არ ჩამოყალიბებულა. მოდით დავიწყოთ რაღაცა აი დასაწყისიდან დავიწყოთ ქართული სახელმძღვანელოების. ყველა ძველი სახელმძღვანელოები, რაც მე ვნახე ქართულ ენაზე დაწერილი საქართველოს ისტორიაზე. სკოლის სახელმძღვანელოებზე ვსაუბრობ. ოღონდ ეს არ იყო ოფიციალური, ეს იყო სარგის კაკაბაძეს 1898 წლის სახელმძღვანელოა, რომელიც სოთაშორის სახლშიც მაქვს.
და საინტერესო საქართველოს ისტორია როდის იწყება? ამ სახელმწიფოს როდის თავდება? და ცოტა შემდეგი პერიოდის, ანუ სახელმწიფოების ნახე, სადაც იწყება ნინოს მიერ ქრისტიანობის გამოცხადებით და მთავრდება მონღოლების შემოსვლით. და საინტერესო არის ის, რომ შემდეგ პერიოდზე არ მოდიოდნენ ადამიანები. ეს ეხება შემდეგ პერიოდშიც. და უკვე პირველ რესპუბლიკის დროს დაიწერა ორი სახელმძღვანელო, ერთი ივანე ჯავახიშვილის იყო და ერთი კიდე ქუთაისში დაიწერა, ატური დამავიწყდა, მაგრამ ორივე სახელმძღვანელო უკვე უფრო გრანდიოზულ გეგმებს ქმნის და ესეთი არის საუბარი, რომ უძველეს დროიდან არსებობდა რამოდენიმე ქართული სახელმწიფო, ესეც ქართული სახელმწიფო იყო პონტოს სახელმწიფო, კოლხა, იბერია, ანუ პონტოს მიგვეთვლებოდა ჩვენ როგორც ქართულ სახელმწიფოდ. და საინტერესოა, რომ ეს სახელმძღვანელოები აფხაზეთის საკითხს საერთოდ ნაკლებად ეხებოდნენ. ისინი მოიაზრებდნენ როგორც აფხაზ საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ აი ეს საკითხი, ეთნიკური საკითხი საერთოდ არ იყო წინ წამოწეული. იყო საკმაოდ მკვეთრად იყო ახალი დამთავრებული იყო მაშინ ქართულ-სომხური ომი და ანტისომხური სენტიმენტები ჭარბობს, რა თქმა უნდა, ამ სახელმძღვანელოებში ჭარბობს. გულისხმობს არგის გადაბადისას? არა, ივან ჯავახიშვილის. ხო. აი შემდეგ უკვე როდესაც საფრიკაში დამოუკიდებლობის პერიოდში რო ხო შემდეგ უკვე როდესაც დამოუკიდებლობის პერიოდში უბრალოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში იწყება სახელმწიფოების ფიქრი იქ თავარი მომენტი იქნება რომ ჩვენ ჩავდივართ ძალიან ძველ ისტორიაზე და ეს ძველი ისტორია ანუ დიაოხი პირველად მაშინ ჩდება საერთოდ დიაოხს მოკლედ როგორც ჩვენ ისტორიას სახელმწიფოებში ვდებთ ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს. ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები. ეს მიზეზები იყო ეგრეთ წოდებული კორონიზაციის თეორია. 1917 წელს სტალინის მეთაურობით რუსი ხალხების ესეთი კანონი შეიქმნება, რუსი ხალხების შესახებ ესეთი კანონი შეიქმნება, სადაც არის ეგრეთ წოდებული ჰეგელის თეორია, ისტორიული და არაისტორიული ერები. ისტორიული ერი არის ის, რომელიც უძველესი დროიდან ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, არაისტორიული არის, რომელიც მოსული არის. ვის უნდა მივცეთ, ესე როდესაც დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ავტონომია უნდა მივცეთ და ვის უნდა ქონდეს ავტონომიის უფლება, ვის უნდა ქონდეს რესპუბლიკის უფლება. აქ განისაზღვრა, რომ ცოტა რთული იყო გაგვესაზღვრა რა არის ერი. მე იყო განსაზღვრა სამ ნაწილად დაიყო ეთნოგრაფიული ჯგუფი, ხალხი და ერი. ერს უკვე რომელიც ისტორიულია, უნდა ქონდეს საკუთარი რესპუბლიკა. ანუ უნდა ყოფილიყო საკუთარი რესპუბლიკის უფლება უნდა ქონდეს. შესაბამისად, ამ პრინციპით ჩამოყალიბდა ჯერ ამერიკაკოსის კონფედერაცია იყო, საბჭოთა კონფედერაცია, საბჭოთა რესპუბლიკა იყო და შემდეგ უკვე საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ასე შემდეგ რესპუბლიკები ჩამოყალიბდა. აი უკვე ხალხებს რაც შეეხება, ეგენი იყო ჩილკავკასიელები, კიდე რამოდენიმე ესეთი იყო, მათ ავტონომიის უფლება მიეცათ. იმიტომ რომ ისინი ითვლებოდა ისინი იყვნენ ავტოქტონური საზოგადოებები და მხოლოდ ავტოქტონურ საზოგადოებებს ჰქონდათ ამის უფლება. აი აქედან იწყება უკვე იმის მტკიცება და ძიება, რომ ჩვენ მართლა უძველეს დროში ვართ ავტოქტონური მოსახლეობა. აი სწორედ აი ამ პრინციპმა, ავტოქტონიზმის პრინციპმა დაიწყო იმის ძიება, რომ დიაოხელები ქართველები იყვნენ თუ სომხები იყვნენ, იყო ეს ლაპარაკიც ხო? და მთელი რიგი ეს დისკუსიები იწყება აი სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე. თუმცა შედის სახელმძღვანელოები თქვი, მაგრამ ახლა თვითონ ქართულ ცხოვრება, ნოვახუშტის და ნოვახუშტის კიდე ერთად შეკრება, ხო? ეს თვითონ სახელმძღვანელო არ არის, ანუ რაც გულისხმობ ეს რაც გაგებით რომელიც გიქნის შენ თვითონ შენ ხედვას ისტორიისას. იგივე ლეონტი ბროველის თემა, ლეონტი ბროველი შემოდის. ეს არის ხედვა, როგორ ხედვას აყალიბებს ქართველი საკუთარ თავზე. იცით რა არის, როგორ არის აქ აი სადაც მოიაზრა ლეონტი, არა, ლეონტი ბროველი ასგონდობ, ცე ლეონტი ბროველი პირველად თქვა, რომ ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ეს არის ერთიანი ორგანიზმი. ეს ხო აი აქ ქართული ისტორიოგრაფია უნდა ვიცოდეთ. ივანე ჯავახიშვილი ლეონტი ბროველის აი ამ პერიოდს ძალიან მეგაკრიტიკულად უყურებდა. არა, მე მაგალითად როგორც სანდო წყაროს არ იღებდა. არა, ამას მომიშვიდა და დღესაც არ იღებენ და მეტიც ვთქვათ, რომ ესე შეიძლება ითქვას, რომ ლეონტი ბროველის მე მგონია პირადად და მე თუნდაც ამ თუ ვისაუბრეთ მიკვლევია და ჩემ მასწავლებლებთანაც ერთად ლეონტი ბროველი არ არის იმ ტიპის ნაწარმოები, რომ ისტორიკოსებმა, ესე ვთქვათ, პირდაპირ ეს გამოიყენოს. სხვადასხვა ესეთი გეტყვი ფილოლოგების და ისტორიკოსების დავები, ხო იცი, რომ ისტორიკოსები მაგალითად იგივე გეოგრაფიას სხვადასხვა
ქალბატონ მარიკა ეხლა საისტორიო მწერლობა, ფილოლოგები განიცდიდნენ ამას და ასე ვთქვათ ეს იყო მწერლობა. ლეონ ტროველის ცხოვრება მე არ შევალეხებ ის ისტორიულ განხილვაში, მაგრამ არის სომხედველობრივი, აბსოლუტურად სომხედველობრივია. მე მგონი იქ ისეთი ნიშებია მოაზრებული რაღაცები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ნაკლები, რომ ეს აქცევს სისტემაში, უფრო დიდ სისტემაში ვიდრე გეოპოლიტიკა არის, ქართველი როლს. მე ამბობს, რომ მე მოდის კავკასიაში და ნახე ქართველი რო ვარ მე, რომელიღაც საუკუნის ლეონტონატორე, მე სად მოვიაზრებ თავს, ნახე. წინა გადაცემაში ვთქვი და სულ გავიმეორებ. ხმაწვილი უნდა სწავლობდეს გურამიშვილმა საცნობლად თავისადაო, ვინ არის სიდა მოსულა, სად არის წავა სადაო. ახლა ლეონ ტროველის მიხედვით, რო გითხრა რატო, როგორც სახელმწიფო მე ვარ ნაწილი, მოვდივარ, ხო, ნოედან, მე ჩემბატონო, მე მოდის ესა თარგმ, მე ქართულ. მე ვიგებ, რომ ძმები ვარ, ძმები არიან, ჰაოსი, ქართლოსი, კავკასოსი, ესე ამბავია. მე კიდევ უფრო ახლობლები ვართ, ეს ქუჯი და მე მოვდივარ ფარნავაზი, ხო? მე იქ გადაკვეთები მიდის ძალიან ღრმად და ეს არ არის მარტო ესე მარტივად, იმიტომ რომ მეოთხე თაობაში რო ჩახედავ და ტყუილა ისინი არაფერს არ წერენ, იმანის შეირთო, ამანის შეირთო, იმანის შეირთო, თუცებ დავინახავთ, რომ ფარნავაზი კი არა, ქუჯის შთამომავალი მეოთხე თუ მეხუთე თაობაში ირთავს და უკვე ის აგრძელებს, ესე ვთქვათ, ფარნავაზიანების ამბავს. ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, ნუკრიბიც მოდის და იქ ქრისტიანობის ამბავიც იწყება თითქოს, მაგრამ ამასობაში ეს ფარნავაზიანები არიან ღმერთია, ხო? ეგერ სადაც უყურებ. ყველა ფარნავაზიანი ღმერთთან არის, ხო? ხო ეს არის. მათი ღვთაება არის, არმაზი რო დგას, ფარნავაზის იმას უყურებენ, ხო? და ბუდეშურა არის სახელი, არ ვცდები. ბოლო ფარნავაზიანი ხალი. ამას ირთავს მირიანი ცოლად, ხო ეს? და მირიანი არის ორ რელიგიაზეა გაზრდილი, ესე იგი ორ რელიგიოთ არის, ქართველთა სარწმუნო ფარნავაზიანიც არის და ირანის და რა ხდება? თითქოს ეს ისტორია რო ეს არის და კვდება, ეს ბუდეშურა უძევოთ. ეს კაცი მირიანი რჩება, ნუ კი უყვარდათო, მაგრამ ვინ არის ესე ვიტყვიან კაც მაღარეცის, ხო? არავით არის იდეოლოგი ფარნავაზიანი ეს აღარ არის, აქამდე ღმერთი იყო. ხევანიანია? ხო, მაგრამ ღმერთი მოკვდა. უხეშად რო ვთქვათ. ეს ღმერთი მოკვდა მართვალწინ, ახლა არის თუ და ანდროს მოდის წმინდა ნინო. ინგრევა ეს არმაზის კერპი, მაგრამ იქ არის ჭეშმარიტება, პატარა. მთლიანად კი კერპი იყო, მაგრამ იქ იყო ჭეშმარიტება და ეს ბირვეტის თვალს რო იღებს, ნინო. გადმოდის ნინოს, აი ესე არის, სულ სქემატურად არის შექმნილი, მაგრამ რატო გეუბნები სახელმწიფო? ამ სახელმწიფოს მიხედვით აი რო ვარ ლეონტი რომელზეც გავიზარდი არის ჩვენ ვარ ძმები არის კავკასიური ძმობა ამ იდეოლოგიას ეს ამვითარებს არ არის ესე რა თქმა უნდა იცით რა არის ახლა ჩვენ დავყოთ ორ ნაწილად და რა მინდა გითხრათ თავრებად ეს არ არის კონფლიქტისკენ მიმართული იდეოლოგია არა ნუ მოდი დავყოთ ერთობისკენ არსებობს შუა საუკუნოვანი ისტორიოგრაფია ეს შუა საუკუნოვანი ისტორიოგრაფიას ჰქონდა თავისი მე ვფიქრობ დავით აღმაშენებელი მოამზადა სწორედ რამოდენიმე ადამიანმა ერთ-ერთი ლეონ ტროველის ხშირად გადამწერს უწოდებენ შეიძლება ავტორიც არის ნუ ყოველ შემთხვევაში ის რომ გადამწერიც არის ეს ფაქტია იმიტომ ფარნავაზის ისტორიას გადაწერილია და არ არის მისი მაგრამ თავი რა არის სამ ძირითად რაღაც დებულებაზე დგება დავით აღმაშენებელი ერთი არის ლეონ ტროველის ეგრეთ წოდებული თარგამოსიანთა მითი რომ როდესაც იქნება ერთიანი კავკასიური რაღაცა იდენტობა ესე ვთქვათ ნუ ცელობა მეორე ეს არის სუმბა დავითის ძეს რომ ბაგრატიონები ღვთაებრივი წარმომავლობის არიან და ჩვენ ვიცით რომ ნუ ქრისტეს ნათესავები გამოდიან ამ სუმბა დავითის ძის მიხედვით ბაგრატიონთა გვარი და შესაბამისად ეს არის ნუ ღვთაებრივი წარმომავლობის და მესამე ამიტომ ეკუთვნით ბაგრატიონის მეფობა. ამიტომ ეკუთვნის ხო ბაგრატიონის როხანსთელი აძლევს კურთხევას ხო აშოც ფაქტობრივად. და ნუ შეგვიძლია ზოსიმეც ავიღოთ ამაზე სადაც ქართული ენის მესიანიზმი არის წინ წამოწეული და შეგვიძლია ავიღოთ კიდე რა თქმა უნდა გრიგო ხანძთელის ცხოვრებაც ხო მერჩულესის ანუ ეს ქმნის ერთიან ფეოდალურ ესე იგი მონარქიის
ეგრეთ ვთქვათ, იდეოლოგიურ საფუძვლებს, რატომაც უნდა იყოს ისინი მმართველები. მაგრამ როდესაც დაიწყო უკვე მოდერნის პერიოდი, ანუ როდესაც მე-19 საუკუნის პერიოდი და მე-20 საუკუნის პერიოდი დაიწყო, ამ იდეაზე ცოტა რთული იყო, ესე იგი, შეგექმნა ახალი ნაციონალური სახელმწიფო, რომელსაც უკვე არ ქონდა მონარქიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, არ ქონდა საერთო კავკასიური სივრცის შექმნის იდეა, არამედ ქონდა რუსეთის სახელმწიფოსგან საქართველოს გამოყოფის იდეა და საქართველოს ნაციონალური სახელმწიფოს იდეა. ამ წყაროებს ისინი უყურებენ ძალიან კრიტიკულად და რას თავარია, ცოტა პრობლემურად მიაჩნდათ ქართული ერის წარმომავლობაზე საუბარიც კი. და ეთნოგენეზის საკითხი იმის მიუხედავად, რომ ეხებოდა ყველა სახელმძღვანელო, მაინც საუბარი იყო და აქცენტი კეთდებოდა ამ ეთნოგენეზში. არა იმ საკითხებში, რომელიც წინააღმდეგობრივია და აფშკარად იყო იქ წინააღმდეგობრიობა, არამედ იმაზე, რომ ჩვენ უძველესი ავტოქტონური მოსახლეობა ვართ. ამაზე ხდება და გასაგებია, რომ ავტოქტონურობის იდეამ იდეურად დააპირისპირდა ქართული და აფხაზი ერთმანეთთან. იმიტომ რომ ეს იდეა იყო გადაუჭრელი იმ პირობებში, როდესაც შენ უნდა იმისთვის, რომ რესპუბლიკა ავტონომია ქონოდა და დაგემტკიცებინა ავტოქტონურობის იდეა. ეხლა, როდესაც 91 წლის შემდეგ, როდესაც დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი და ეს პრინციპი, ავტოქტონურობის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობაში აღარ არის ესე დომინანტური და მე მინდა გაგახსენოთ, რომ იყო ესეთი წერილები შეერთებულ შტატებში, რომ აფხაზები არ არიან ავტოქტონური ერი და ასე შემდეგ და ეს ჩამოსულები არიან. ვის წერს? ამერიკას წერს, რომელიც პოლიტიკოსებმა გააკეთეს მიწერეს ეს წერილი, რომლებიც საერთოდ არ არიან ავტოქტონურები იმ ტერიტორიის, არიან იმის თავმოყრები, ხო? ანუ თანამედროვე კონტექსტში აღარ იყო საჭირო ავტოქტონურობის იდეაზე დაგემყარებინა შენი იდეოლოგია, შენი ნაციონალური ნარატივი. და იმის ნაცვლად ჩვენი საისტორიო სკოლის სისუსტეც იყო, რომ დაგვენახა კიდე სხვა რაღაც რამ და მასზე აგვეგო ახალი ნაციონალური, მოდი ესე ვთქვათ, მითი, ნაციონალური ყოველთვის მითია რა. ჩვენ დავიწყეთ იმ ძველი რაღაცა ნარატივების გაძლიერება. ამ ნარატივების გაძლიერება, სიმართლე გითხრა, მე ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ჩვენ რაღაცნაირად დავახლოვდეთ, ან შევთავაზოთ რაღაცა ამ იდეის ირგვლივში. ჩვენ ალტერნატიული იდეა უნდა შევთავაზოთ, ალტერნატიული თეორიული ჩარჩო უნდა შევთავაზოთ, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ნაციონალიზმი მათ შორის. და აქ გამოდის ერთი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ სამწუხაროდ იმის მიუხედავად ძლიერი საისტორიო სკოლა ქონდა, ჩვენთან იყო მაინც განვითარებული პოზიტივისტური და მარქსისტული სკოლები, ხო? პოზიტივისტური სკოლა უფრო მეტად. და პოზიტივისტური სკოლის ერთ-ერთი მინუსი რაც არის ის, რომ ის ძირითადად ბატონ წერილობით წყაროებს ეხება და ის ცდილობს რაღაცა ობიექტური, ის უბრალოდ სისტემის ანალიზი მას არ შეუძლია. მარტივად ვთქვათ, როგორ აშეულეს სისტემისა, გლობალური სისტემის ანალიზი. ის აზროვნებს მცირე დროში, აი მაგალითად, პოზიტივისტური სკოლა შეუძლია აღწეროს დავით აღმაშენებლის მოქმედებები. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა რამოდენიმე სკოლა ძირითადად საფრანგეთში, მაგრამ არა მარტო საფრანგეთში, მას ახალ საისტორიო სკოლასაც უწოდებენ ანალების სკოლასაც და ბროდელია ერთ-ერთი, რომელმაც თქვა ესეთი რაღაცა და ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ არსებობს სამი დრო ისტორიულ თვეში. არსებობს ეკოლოგიური დრო, რომელიც ძალიან დიდი ხნიანი, არსებობს ისტორიული დრო და არსებობს დიდი დრო. დიდი დრო რა არის? ეს არის ის, რომ შენ იღებ არა დავით აღმაშენებლის პერიოდს, არამედ იღებ 1 საუკუნის პირობით ან 2 საუკუნის. ამ 2 საუკუნეში შენ ხედავ, რომ ვისთანაა გაქვს შენ ვაჭრობა, როგორია ეს დინამიკა ამ ვაჭრობის, როგორი არის ურთიერთობების დინამიკა, როგორ არის ამ გლობალურ სისტემაში, როგორ იცვლება ეს პოლიტიკური იდეები და ასე შემდეგ და შენ ხედავ, რომ ამ დიდ დროში ისეთი რაღაცა ჩანს, რაც არ ჩანს პატარა დროში. რაც არ ჩანს მაგალითად მარტო დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში. ამან აჩვენა ერთი რაღაცა და ამის შემდეგ დაიწყო სიკვლევები, რომ თურმე ფასების ზრდა იტალიაში იწვევს ინგლისში რაღაცა მაგალითად მეცხვარეობის შემცირებას. და აჩვენა, რომ ეს სამყარო ერთმანეთთან არის დაკავშირებული. კი კლიმატური ცვლილებები იწვევს მოსავლის შეცვლას. ხოშეში გუმილიოს აქვს, ლევს მთელი ნაშრომები აქვს. ის ცოტა სხვანაირად აქვს, მაგრამ მას აქვს ეკო შეცვლის მაგალითად ჩაგირთავ საინტერესო ამბავია და ზეპირი ამბავია, ოღონ აი მომსწრეები ვართ ჩვენ მოგლეთ გუმილებს ქონდა ესეთი თეორია, რომ ყველა ერი თუ ეთნოსი, ესე ვთქვათ, 1000 წელიწადში ერთხელ
თითქმის მთლიანად იცვლება მათ შორის ენობრივად. და ამბობს რომ ეს რა შეგვიძლია ვილაპარაკოთ ვაგერად გუმილოვის ნაშრომი რომ რაც კი წერილობითი ესე იგი იმენებზეო რომელსაც წერილობითი აქვს ახლა ნავახასტომი როგორ საუბრობდა ვთქვათ ეს ბირძე გადავდოთ საუბრობდა თუ არა იგივე ენაზე მაგრამ დღეს ვერი არ არსებობსო რომელიც იმავე ენაზე ლაპარაკობდესო რომელზეც ლაპარაკობდა 1000 წლის წინ ეს ამბობს და ნუ მოყვანილი ყავს მართლაც და მართლაც მე გომიყენებია ხომ რთულია დაასახელო ერი იმიტომ რომ ეხლა ჩინელები რო კითხულობენ იმას კითხულობენ იეროგრაფების წყალობით მაგრამ ახლა ჩვენი მეზობელი სომხები ნუ ევროპაზე არაფერს აღარ ვამბობ ამ ენაზე საუბარი არ არის ყველა წერილობით ის უნდა თარგმნოს ბედაკიალი ბედაშვილი პროფესორი ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები არა ვართ მაგრამ ნუ უნივერსიტეტში მუშაობთ უკვე და რეზო სირაძე სახელმწიფო პეტერბურგში მიდიოდით მას ლენინგრადში და რეზო სირაძეს დავაწერეთ და წერილი ესეთი დავხედეთ რომ აბა ესე და ჩვენ აქ ლაპარაკობთ საქართველოს არის ეს ვთქვათ გამონაკლისი სხვა ძეგლებს თავი დავანებოთ და შუშანიკის სამება შეიძლება ხა დიდად ეგრე მომზადებელმა ადამიანმა ვერ წაიკითხოს მაგრამ ნამდვილად გაიგებს და დიალოგებით იქ რო არის მოყვანილი ნახავ რომ თუ ერთი და იგივე მოკლედ 1-3 საათი დაგჭირდებოდა რომ იმავე ენაზე გელაპარაკა გაიგებდი რა და ჩაუტანეთ ეს წერილი და შევხვდით ესე დაურეკეთ და მივედი და უთხარეთ. რეზოს წერილი და უთხარეთ რომ ჩვენ ესე ვართ. ახლა აკადემიკოსები არა ვართ, მაგრამ ახლა არც ძალიან ესეთი ფრაერები ვართ და თქო მე ვიცი ეს. ხო და უთხარეთ რომ შენ გრავინო და ჩემი აცი რა იყო რომ გუმილიოს მაშინ დაეფიქსირებინა ქართველებს თავისი. მე ვიცი ეს ამბავიო. მე გაზრა ხარ დავწერე და ბევრი მიფიქრიაო ამასეო. თქვენო და ნამდვილად ვიციო რომ თქვენ არ გიდათ ხა მისკიცებო ნამდვილად რომ იგივე ენაზე ლაპარაკობთო ქართველებიო მაგრამ თქვენო აი არ მინდა ცუდი ვიტყვი ესო მაინც ღირსებათო კი არ ჩაითვალოთ შეიძლება ეს ყოფილიყო ამაზეც ვფიქრობ მეო შეიძლება იზოლაციონი ავიღო თუმცა ვიციო რომ არ იყავით ისეთი იზოლირებული ეს დაპყრობები იცოდა ხა მაგან ისტორია ნამდვილად თან თავისი ამბებიო იქ მონღოლები იცი შენახუნები და მონღოლებს ეგ ცალკე მოკლედ მაფიქრეთო ამ თემაზე უნდა ვიფიქრო და ნუ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან მე არ ვიცი რომ რამე დატოვა. მაგრამ ეს ამბავიც არის საინტერესო სიტუაცია ხო ლაპარაკობთ. აი ქართული თემა, აი მე ზეპირამავს გეუბნებში. ხო ვერც თვითონ მე ისტორიკოსებთან მისაუბრია, თითქოს აი ვინცდაც დამწერლობა აქვს. ქართველი არის, რომელიც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ მე-5 საუკუნეში, მე-4 საუკუნეში ნინოს ცხოვრება არის მაინც პირველი, იმავე ენაზე ვსაუბრობთ. ესე იგი მე რატო ვახსენე დიდი დრო და ესეც ანუ ჩვენ იმის მიუხედავად რომ გვაქვს რაღაცა პრობლემები, ერთ რაღაცაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მე ეგრე მგონია. რომ თუნდაც ის აფხაზეთის სისტემა რამდენად იყო დამოკიდებული ქართულ საერთო სისტემაზე. და რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება? არის ესეთი მომენტი, აი ძალიან ესეთი მომენტია, რომ გადავაყოლოთ მაგ ლეონს ყველაფერი, ხო? მარტო ლეონის ფიგურით არის, ხო? ეს შემოფარგლული. უნდა ითქვას, რომ როდესაც 30-იან წლებში სახელმძღვანელო იწერებოდა, იქ სტალინი ხელმძღვანელობდა ამ სკოლის სახელმძღვანელოს დაწერას და ქართული ისტორიკოსები არის დაცული, ესე იგი, სამეცნიერო აკადემიაში ეს სტუდენტები არის დაცული. ქართული ისტორიკოსები წერენ, რომ მათ არ იციან როგორ უნდა დავწეროთ მე-15 საუკუნის შემდეგ საქართველოს ისტორია. რთულია. ანუ ვინ არის ცენტრში, რომელი სახელმწიფო დაიშალა მაშინ ერთიან საქართველოს შეგახსენებთ და ნუ პასუხი მოდის შემდეგი. რომ უნდა გამოვიყვანოთ რომ ირანელები და თურქები არიან ბარბაროსები ჩვენ ვართ კულტურული ხალხი და მათ წინამორბედობას უწევთ და ამ ჰეროიკულ დაპირისპირებაზე უნდა ააგოთ ეს ნარატივი. მე არ ვიტყვი რომ ეს არის ცუდი გამოსავალი. ამას არ ვიტყვი. ეს იყო იმ მომენტისთვის სწორი გამოსავალი. იმიტომ რომ მაშინ ჭირდებოდა საერთოობის წარმოსახვა ჯერ არ იყო. ეხლა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ უკვე ჩვენ გვაქვს ეს საერთო წარმოსახვა და ამ საერთო და კიდე ერთი მომენტი უნდა ითქვას რომ აშკარად აღებულია ბაგრატიონ ცენტრული ისტორიოგრაფია და ნუ ჩვენი ისტორიაც ბაგრატიონ ცენტრულად უყურთ. იმის მიუხედავად რომ ნუ ობიექტურად რო ავიღოთ იდეაში სხვადასხვა დინასტიებსაც უნდა სწავლობდეთ. ისევე როგორც ბაგრატიონი. ერთ ჩაგირთავ მაინც მე დავბრუნდი. ჩვენ ასე ვთქვათ ისე ახლა მაშინ არჩევალ, მაგრამ ნუ მართლა ძიმე პერიოდი გვაქვს ხოლმე 15 საუკუნიდან და ძიმე პერიოდია ობიექტურად, მაგრამ ცოტა სული ამოითქვეს თუ რაღაცა ვახუშტი წერს, მოდი ესე დავარქვათ რა, ამ ქართულ ცხოვრებას. ნუ მისი რედაქციით კეთდება თავს მოუყრის და აი დადებს ამ კორპუსს.
ქართლის ცხოვრებას, ვახუშტის ქართლის ცხოვრებას, რომელიც და ეს არის სახელმძღვანელოც, ეს არის სოფხედოც, და ის ხო ერთიანად ნახე და მოიაზრებს ამ ტრადიციას, ესე იგი რა არის, რომ ვაიღებდი ერთიანად მოიაზრებს. მათ შორის აი გეოგრაფია, მდინარე, მთლიანად აი რომ საქართველოს თემა ერთიანად არის. ანუ ეს ტრადიცია იყო მინავლებული ზოგჯერ კი ბატონო იქ ილიას აბგამოს 19 საუკუნეში ქართველური დაიძახო, შეიძლება ის არ გამოგეხმაუროსო, ქართლის გარდა არავინო, მაგრამ ეს იდეა რომ ეს არის ერთიანი, ეს იყო ეს იდეა. სირარი აქ ერთი ნიშნულოვანი მომენტია. და ერეკლეს თემას გაგახსენებ, რომელიც კარგად იცი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ვახუშტიზე და როდესაც საუბრობთ შემდეგ პერიოდზე, მოდი ეს სხვა სეგმენტისთვისაა ეს დაწერილი. სახელმძღვანელოები იწერება მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებამდე უნდა მივიდეს ისტორია. ვახუშტის დროს იწერება ეს კონკრეტული სოციალური ფენისთვის. არა, ვინც ქმნის პოლიტიკას, მოდის პოლიტიკას, მათთვის იწერება. არა, გლეხი არ მონაწილეობს მაშინ ახლა ჩვენში დარჩეს და ევროპაში ცოტათი იწყებენ, ასე ვთქვა, ჯერ ეს პერიოდი ვინც ქმნის პოლიტიკას, იმისთვის იწერება. სხვა შორის ბარემ თქვა, ერეკლე როცა დებს იმ ხელშეკრულებას, ახლა რო ყველა მიცის და რო უყურებთ, ძალიან ცოტა მიცის, ჩვენ გვილაპარაკი ამაზე ერეკლეს თემა. ერეკლე დებს და ив все земли грузинские იმაში დებს. ესე იგი, ერეკლე ამოსროში იქ ერთი წუთი არ უშვებს ერეკლე იმ სიტუაციას, და იმ все земли грузинские მოიაზრებს მთლიანად იმ საქართველოს, ასე შევდგეს ლაპარაკობ. იმერთი სამეფოს გარდა. არა, все земли грузинские სულ ამბობს, ის ამბობს, რომ იმერეთიც უნდა იყოს, იმსე რა იყო ის все земли грузинские, სხვადასხვა შორის მაშინ. და კონკრეტებულია ეგაც მოდი. იქ არის ახალციხე ტერიტორიები. ის არის ახალციხეც და ისინი, რომელიც არ არის საქართველოს ერეკლეს ფლობელობაში ოსმალეთშია და იქ. ისაც იყო, რომ ერევანის შედის, განჯაც შედის ამ მოთხოვნებში, ეგაც უნდა ითქვას რა, იმ ტრაქტატის მიხედვით. და საკმაოდ ისეთი დიდი ტერიტორია შედის, რომელიც თამარ მეფის დროინდელ რაღაც საზღვრებს ემთხვევა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ თვითონ ესე უყურებს. ეს არის, ჩვენ მოდი ორი რაღაცა დავუყოთ. ჩვენ ახლა მე ხარ შევღებე ეს ტრადიცია ჩვენთან იყო. ინტელექტუალური ტრადიცია არსებობდა იმისა, რომ საერთო ქართულობის წარმოდგენა იყო თუ არა, რა თქმა უნდა იყო. ეს ხდება ძალიან ძველ შუა საუკუნეებში. მაგრამ ჩვენ მეორე მხრივ, ჩვენ როდესაც საუბრობთ მე-19 საუკუნეში ლოგიკიდან გამომდინარე უკვე არსებობდა მინიმუმ 5 საუკუნოვანი არა 4 საუკუნოვანი დაშილობის პერიოდი არსებობდა. ესა პერიოდი, როდესაც არსებობდა ორი გუბერნია შენ ტერიტორიაზე, ქუთაისისა და თბილისის გუბერნია და არსებობდა კიდე მცდელობები, რომ დაწერილიყო ცალკე მეგრულ ენაზე სხვა ნარატივები და ამის მცდელობების არსებობდა, უწყობდნენ სხვა ავიძალები ამაში ხეს და საჭირო იყო ერთიანი ნაციონალური ისტორიის დაწერა. ერთიანი ნაციონალური ისტორია, როგორც ესეთი იწერება საბჭოთა კავშირის პერიოდში. ეს უნდა ვაღიაროთ. ანუ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთიან ნაციონალურ პერიოდში, ჯავახიშვილი არქოს ქართველი ერის ისტორია. მაგრამ ნახეთ ქართული ერის ისტორიას, როდესაც ჯავახიშვილი იწყებს, გავხსნით საიდან იწყებს. ის არ იწყებს ფარნავაძე, ის იწყებს ქართულ-რომაულ ურთიერთობებს. პომპეუსის შემოსვლიდან იწყებს რეალურად. ანუ, ჯავახიშვილის კიერიდებოდა თავდაპირველად ძველ ისტორიაში წასვლაც. და ჩვენი და აფხაზების ძირითადი სადისკუსიო თუ რამე არის. ეს არის ის პერიოდი ძირითადად, რომელიც წყაროწოდნეობამდელი პერიოდია, ხო, როდესაც არის რაღაცა მინიშნებები, მაგრამ არ ვიცი ზუსტი მონაცემები, ხო, ასე თუ ისე. და აი ამ დისკუსიაში, ეს დისკუსია როგორ უნდა გადაეტანო შენ პოზიტიურ ჭრილში, ანუ სახელმძღვანელოში როგორ უნდა გადაეტანო, ამაზეა ხო ეხლა საუბარი. არის ერთი და რას უშვებით იმას, როდესაც მეორე მხარე სწავლობს იმის, რომ ქართველები ჩამოსულები არიან და მათ სახელმძღვანელოში ესე არის. რას უშვებით იმას, რომ ესენი არიან ის ხალხი, რომელიც თუმცა ჯავახიშვილიც სამობს მაგას თუ პერიოდში, რომ ქართველი მოსულები არიან. ჯავახიშვილი ორჯერ შეცვალა ეს მოსაზრება, ესეც უნდა ითქვას. მაგრამ რას უშვებით აი ეხლა ამ კონკრეტულ ვითარებაში, როგორ რაც ნიშნავს ახალი ნაციონალური ნარატივის შექმნა. ერთი ნაწილი ეს არის და მეორე ნაწილი რაც ნიშნავს აკადემიური დისკუსია. ანუ ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. თუ ჩვენ საუბრობთ ნაციონალურ ნარატივზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ფუნდამენტური რაღაცა ნარატიული დაპირისპირება. ეს ნარატიული დაპირისპირება ინგოროყოს როგორც ვიტყვი, ინგოროყოს შემდეგ გაჩნდა და მათ სახელმძღვანელოში აშკარად არის ეს გამოკვეთილი, რომ ჩვენ ვართ იქ ჩასულები და არა ისინი ავტოქტონური მოსახლეობა. ესეთი წარმოდგენას უქმნიან საკუთარ მოსახლეობას. ამას რას პასუხობთ? ესაა თავი. ახლა როგორც სახელმწიფო რას პასუხობთ?
ამ ეტაპამდე ჩვენ პასუხობთ იმას, რომ აქ კონფლიქტი არ ყოფილა, ეს კონფლიქტი შემოიტანა რუსებმა და რუსები როდესაც გავლენ, ესა მესეჯი რეალურად. კი ბატონო. ეხლა აქ საქმე იმაშია, რომ თუ რაღაცა ობიექტურ რაღაც მონაცემებს დავყნობით, დისკუსიაში ესეთი დისკუსია ვერ ვაწარმოებთ ჩვენ აფხაზებთან, იმიტომ რომ ობიექტურად როდესაც შენ იქიდან მხარე მოვა, ამ საკითხებს გააქტიურებს. ანუ ჩვენ რა ვშვებით ამის შემდეგ? არსებობს ტრადიციული ვარიანტი, როდესაც ჩვენ ნარატივს ვამყარებთ და ვამბობთ, რომ თქვენ აბსოლუტურად ყალბ ისტორიაზე ხართ, თქვენი ისტორია არ არის რელევანტური, ამიტომ უნდა დაგვიჯეროთ ჩვენ. მოდით ახლა ჩვენ გასწავლით ახლა ჩვენ გასწავლით ისტორიას. ამას ეს შეიძლება მოხდეს ხოლმე მაშინ როდესაც ძალა გაქვს. მოდი ეს ობიექტურად თქვა, თუ შენ ხელში არის ძალა, ამას განახორციელებ. რეპრესიული ძალა განსაკუთრებით. თან ახლა ამ დროს უნდა თქვა, რომ ისტორია კი არ გვაინტერესებს თავისთავად, არამედ გვაინტერესებს, რომ ისტორია გამოვიყენოთ როგორც იარაღი. ანუ დავწერ ისე როგორც მინდა და ჩვენ სოფლიოში უყურებთ ჩვენ დავისხოთ, რომ ისტორიები იწერება ესე სამწუხაროდ. არსებობს მეორე ვარიანტი. ახლაც ასე წერია, რეალურად ახლაც ასე წერია ჩვენს სახელმწიფოებში, რაზეც დაიწყო თავიდან ლაპარაკი ნუკრემ, ახლაც ისე წერია, რომ ჩვენ ასე გვაწყობს ამ ისტორიის წაკითხვა. ამ ისტორიის მეორე ვარიანტი. მაგალითად, ხა ევროკავშირში თანამედროვე სახელმწიფოები, იქ ძირითადი მოვლენა იყო ის, რომ კონფლიქტების ერთ-ერთი იდეური საუბარი პირველ და მეორე სოფლიო ომზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა იმას, რომ სახელმწიფოები და ზოგადად იწერებოდა ნაციონალური ისტორიები. მოდი შევქმნათ ერთიანი ევროპული ისტორია, სადაც ეს კონფლიქტები განხილული იქნება არა როგორც ნაციონალური კონფლიქტები, არამედ როგორც სამოქალაქო ომის რაღაც ელემენტები გაჩნდება, სადაც საფრანგეთი გერმანიის ომი ეს არის, შიდა ევროპული კონფლიქტი, სამოქალაქო ომი, სადაც, ხო, დემოკრატიული, არადემოკრატიული სისტემები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ აი ეს ნაციონალური ნარატივი გავანეიტრალოთ ამით. და ჩვენ თავაზობთ თუ არა აფხაზებს ამ ნარატივს, ეგ ჩვენ სახელმწიფოში დღეს არ ჩანს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს იყო სამოქალაქო ომის ნაწილი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ პირდაპირ, რომ ეს იყო ქართულ-რუსული ომის ნაწილი. დღეს ესეთი მდგომარეობა. ხა მოსაფიქრებელია, რა თქმა უნდა, ის რომ მე არ მჯერა ის რომ ჩვენ ამით რაღაცა შეთანხმებას მივახცეთ ავტოქტონურობის იდეას რომ ბოლომდე გავყვეთ. შეუძლებელი რაღაცა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია პირიქით გავაკეთოთ და გვაჩვენოთ რომ ჩვენი საზოგადოება იყო ერთი სისტემის ნაწილი და ეს კონფლიქტი არის როგორც სამოქალაქო ომის გაგრძელება. პრინციპში მე ესე ვხედავ ამ კონფლიქტს, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი სწორედ გაჩნდა, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო საქართველოში და ეს სამოქალაქო ომის თანდევი ნაწილი იყო, რომელმაც მიიღო, რა თქმა უნდა, ეთნიკური სახე, რომელმაც მიიღო სხვადასხვა ესეთი ცუდი ნიშნები და არ გამორიცხდა მიიღო თუ ქონდა საფუძველი. იცით რა არის? აი ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ თვითონ წყაროები ძალიან და ოფიციალური მოწოდებები, მე არ ვამბობ, ესე იგი შიდასრულები. ქართული ჯარი სიამდვილეში იქ შევიდა არა რკინიგზის დასაცავად. თქვენ რო აიღოთ პრესა მაშინდელი, იქ არის რომ ზუსტად გამსახურდიის მომხრეების საწინააღმდეგო შევიდა ქართული ჯარი. ანუ სამოქალაქო ომის კონტექსტი ქონდა ამას. ჩვენ ამ სამოქალაქო ომს აი ახლა პირველად არა მე ვგულისხმობ რომ სამოქალაქო ომის კონტექსტში მიიღო ხასიათი მიიღო სახე ეთნოკონფლიქტის ანუ ეთნოკონფლიქტის სახე მიიღო თუ ამას ეთნიკური საფუძველი ქონდა მოდი მე ზოგადად ყოფ ამ იდეაში ეს კონფლიქტი იყო სამნაწილიანი ან ოთხნაწილიანი პირველად мотиваცია იყო ის რომ მაგას სხვადასხვა ეხლა გაჩნდა ეს ჩვენ სახელმწიფოში სადაც ის რომ ministri ესე იგი დააპატიმრეს და გადავიდნენ გალის რაიონს ვერ აკონტროლებდა მაშინდელი სამხედრო საბჭო ხო ეს მომენტი იყო და ის რომ სამხედრო საბჭოს ეშინოდა მაშინ რომ თუ კი ministrს აპატიმრებენ ესე იგი მისი ძალაუფლება არალეგიტიმური და სუსტია და ეს ერთი მომენტი ეს იყო მეორე მომენტი ისაც იყო რომ თუ ჩვენ იმასაც გავითვალისწინებთ რომ წინა პერიოდში ყარყარაშვილი აბსოლუტურად უბრძოლველად ჩაიარა და სოუბდა მივიდა და განცდა იყო რომ მეორეთაც იგივე მოხდებოდა ნუ დასკვნების სიამოვნებაში გონია რომ ესეთი მოხდა რომ მარტივი კონფლიქტი სამოქალაქო ომის კონტექსტს ესე იგი შეაჩერებდა მაგრამ სწრაფადვე მიიღო როგორც კი ჯარი შევიდა სწრაფადვე მიიღო გადავიდა ეთნო კონფლიქტამდე ჩვენ
და მესამე ეს ეთნოკონფლიქტი მე გადაიზარდა უკვე იმათ ამის აღიარება რატომღაც არ გვინდა რომ მთელი ეს ჩრდილოეთ კავკასიური მთიელხალხთა კონფედერაცია და ასე შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდა და აქ ჩვენ გვჭირდება გარკვეულწილად გეოპოლიტიკური ხედვა და რადგან გვჭირდება გეოპოლიტიკური ხედვა მე არ მინახავს ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი დიდი გეოპოლიტიკური პროექტი ან იდეა რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას ან საქართველოს როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობას. ყველა ეს ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციაც მოიაზრებდა ჯერ კიდე 18-20 წლებში გაჩნდა ეს იდეა, მოიაზრებდა იმას, რომ დედაქალაქი უნდა ყოფილიყო სოხუმი, ზღვაზე გასასვლელი, ხო? და მოიაზრებდა იმას, რომ სოფელი თეორია. ხო, ეს უნდა ყოფილიყო ისლამური სახელმწიფო, უკეთად ისლამური პროთურქული სახელმწიფო და ამ დროს ჩვენ სახელმწიფოში ვასწავლეთ იმას, რომ იყო ერთიანი კავკასიური იდეა, ეს იდეა კავკასიური სახლის იდეა ზვიადგამსახურდიამ წამოაყენა და არ ვასწავლეთ იმას, თუ იქინა მხარე ეს რა პოზიცია ქონდა. ანუ იმისთვის რომ ჩვენ გეოპოლიტიკური რაღაცა არეალი გავიგოთ, საჭირო არა მარტო ჩვენი პოზიციების დანახვა, არამედ იმათი პოზიციების დანახვა. ხო? და ლოგიკურიც გამოდის, რატომაც იბრძოდნენ ისინი არა მარტო იმიტომ რომ რუსეთი მხარს უჭერდა, არამედ სულთა იდეურ თვალსაზრისით გასაგები არის, რატომაც შემოდიოდნენ ამდენი მოხალისე ჩვენ წინააღმდეგ. და მესამე გასაგებია რომ უკვე თვითონ იყო რუსეთში გარკვეული წილად ბრძაობა და არსებობს ინტერვიუებიც, არსებობს სხვა მონაცემებიც, როდესაც პრაქტიკულად ფლოტი და ავიაცია უტევდა სოხუმს. ანუ 4 ფაზისგან შედგება ეს კონფლიქტი. თუმცა ავსებ ვთქვათ რომ ეს ჩრდილო კავკასიური იდეა რაც იყო ისინი ერთმნიშვნელოვნად სულაც არ მოიაზრებდნენ და მე კიდეც გამოჩნდა რომ რუსეთთან ერთად უნდა ყოფილიყო ისინი ცალკე მოიაზრებდნენ თავს რუსეთს თავისი მიზნები ჰქონდა დამატებით აქ იყენებდა მაგრამ ესენი ცალკე აიყენებდნენ და ესე მარტივად არ იყვნენ იქ მე გვანახა ამ ჩეჩნეთის ომმა და მთელი აი აქ ჩანს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აი ქართულ სახელმწიფოს რო გადახედათ პრაქტიკულად კავკასიის ისტორია არ არის. რა არის? კავკასიის ისტორია. საერთოდ არ არის გამქრალი. მე უნდა გითხრა ერთი რამე რომ აი ესეთი შეიძლება რომ ესეთი უცნაურობა ჩვენ ვლაპარაკობთ კავკასია და ყველანაირად ეს მოგწონს, მაგრამ მე გავბედავდი ესეთ რაღაც უთყვი რომ საქართველოში ძალიან ცოტა ცოდნა არსებობს ჩრდილოეთ კავკასიისა. ანუ კავკასიასაც და ჩვენ კავკასია საერთოდ როგორ არის, აი როგორ ბალტიისპირეთი რაღაც მოიაზრება რომ თითქოს რაღაც ერთიანი იყო. ეხლა ესე ვთქვათ, მე არ შევდივარ და არ მინდა ეხლა გაყოფაზე ვილაპარაკო, მაგრამ კავკასიის ქედი არ არის მანძების გამაერთიანებელი სიმბოლო, ეს არის გამყოფია და დამცავია. სხვა შორის ამ კავკასიის ქედმა გადაარჩინა საქართველოს და საქართველოს მნიშვნელოვანი ენერგია მიუძღვნა ჩრდილოეთიდან თავის დაცვას ისტორიაში და ეს არ იყო მარტო რუსეთი. ეს იყო მანამდე სულ იყო საფრთხე, ხუნი, ხაზარი. ხო და რა თქმა უნდა, ის რომ ჩრდილო კავკასიაში თავის პრობლემები ეს საქართველოში აი ჩაულებრივ ყოფით დონეზეც კი რომ აი მოიღო მაგალითად აი ყაბარდო და ბალყარეთი რო სხვადასხვა და ეს არის და იქ თქვა როგორ უნდა ითქვა ეს სრულიად ამბავი და ისე რაც აღნიშნული თქვა რომ ის რომ მან დაიწყეს მათ და უცებ თქვენს რომ სოხუმში გასასვლელი რო და ამას რომ ფესვები ქონდა მე-18 საუკუნეში მე-19 საუკუნეში ეს ჩვენ ესე ვთქვათ ეგეთი იყო ჩვენ ქონდა როგორი სიტუაცია იცი აი მე გეტყვი ჩემ ახალგაზრდობაში როგორი დამოკიდებულება იყო მაგალითად აი გიკითხებოდნენ თვალად ჩავხვით ბალტიისპირეთში ჩვენ უყვარ ვართ ესე გვეგონა და სადღაც არ უყვარ ვართ ჩრდილო კავკასიაში ჩვენ უყვარ ვართ ჩვენ არ იყო მეტი პოლიტიკის ეს დღეს დღეს ყველა პოლიტიკოსი გახდა და ფეხბურთის სპეციალისტი და გვეჩვენება რომ ეს არის და ეს იყო ესეთი დამოკიდებულება და მე ცოტა ცივი წყალი აღმოჩნდა რომ არამს თუ არ უყვარ ვართ უბრალოდ ვერ ხვდება რა გვინდა მისგან რომ მას თავისი ინტერესები აქვს. ასე ჩრდილო კავკასიაში ეს კონფლიქტი აი რომ ფაზები რო იყო ეს უცებ არ გაჩნდა რომ ვიღაცა ცუდი ადამიანმა ეს მოიფიქრა ეს სულ იყო ისევე როგორც დამოუკიდებლობისადი აფხაზეთში სულ იყო. სულ არ იყო. როდის მე არ იყო თქვა, აი როდის არ იყო. როდის გაჩნდა ზოგადად ესეთი ნაციონალისტური, ხო? ეს პრინციპში. როცა realად გაჩნდა სოფლიოში როცა ეს მოვიდა ნაციონალიზმი. აბა ეს ქართულ კონტექსტში ჩდება ეს სიამდვილეში რა, ქართულ კონტექსტში ჩდება ეს და ეს ჩდება იმ კონტექსტში, როდესაც იმპერია იშლება, იმპერიის დაშლის
საუბარი 1917 საბჭოთა კავშირის დროს სულ იყო ეს. არა 17 თუ ის როცა პირველად რუსეთის იმპერიის გაჩენა. ხო, როცა დაიშალა, აბა მაშინ გაჩნდა საქართველოში ხო, მაშინ არის ძალიან საინტერესო მომენტია ეს ამაზე უნდა იყოს კარკულწეწად საუბარი. ზოგადად აი როდესაც საუბარია რას წარმოვიდგენთ ჩვენ ერთიან საქართველოში, ხო? ჩვენ ხედავთ მთელ რიგ მაგალითად ჩვენ ხედავთ მთელ რიგ, ბარათაშვილი იქნება თუ სხვა ეს ორბელიანი იქნება, სადაც აფხაზები ჩანან როგორც ერთიან საქართველოს ნაწილად. ანუ აქედან დანახული, მაგრამ ჩვენ ავიღოთ ისე იგი პოლიტიკური ისა ხო დოკუმენტები მაგალითად ივერიელ მეფე მთავართა ხელშეკრულება როდესაც იყო ურთიერთ დახმარების რეალურად. იქ აფხაზეთი არ არის მოაზრებული, ხო? არა, მოაზრებული არ არის ჩართული, ასე ვთქვათ. ჩართული და ნუ იქ არ გურია სამეგრელო იმერეთი. იმერეთი და ნუ ქართლ-კახეთი. ხო. ნუ ქართლ-ერეკლე. აქ საინტერესოა ზოგადად ეს ერთიანობის წარმოდგენა ყველაზე გვიან შეეხო აფხაზეთს. ეგ ვაღიაროთ. ანუ ის რომ პოლიტიკურად ჯერ გააქტიურებული იყო სხვა საკითხები და უფრო ახლო ტერიტორიებზე იყო განსაკუთრებულად გააქტიურებული იყო ორი მიმართულებით, ეს იყო ეგრეთ წოდებული ოსმალო საქართველოს მიმართულებით და ჩვენი თერგდალეულები საკმაოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ და მეორე იყო დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. აი ეს და ნაკლებად ანუ ეგ გვიანი პროცესია და ალბათ რო დააგვიანა, მაგიტომაც ვერ მოხდა სათანადო ინტეგრაციას ამ კუთხეს დაშლის საქართველოს შემდეგ. მაგრამ თავარი მომენტი რა არის აქ ჩემთვის უფრო ნარატიულ დონეზე რო ავიღოთ. დღევანდელი შეფასება როგორი უნდა იყოს, აი შეკითხვიდან დავსვათ ამ კონფლიქტების 90-იანი წლების კონფლიქტების. ეს იყო ეთნო კონფლიქტების სახელით დავარქვათ, ეს იყო სამოქალაქო კონფლიქტი. ქუთაისის გუბერნიაში როდის შემოდის აფხაზეთი? შემოდის, მაგრამ თავარი არის, როდესაც დამოუკიდებლობას ჩვენ გვაცხადებთ, გვიან შემოდის. გვიან შემოდის, მაგრამ გადის. ხო და მაგას ვამბობ და ამიტომ ინტეგრირება ისეთი ვერ იყო როგორც ეს არის მის მე ამბავი ესე იწყება, მე არის მისვლა, მე არის სკოლა, მე არის ამბავი ვაჭრობა რაღაცა და იქ გვიან შემოდის. მაგრამ როცა იშლება იმპერია და საქართველოსიც ვიღაცას აქვს ნაციონალური იდეა, მაგრამ პრობოლშევიკურ ფთას მაგალითად არ აქვს, იმიტომ კი არა რომ მიეწიონის გადასვლაზე კარგები კი არ იყვნენ ან რაღაცა, მაგრამ ეს იდეა საერთოდ ხდებოდა, როცა არის რუსეთის იმპერიაში უნდა იყვნენ, რატო უნდა იყოს ეს დამოუკიდებლობა? ამას მაინც და მაინც მენშევიკებიც ესე იყვნენ, ხო? სხვადასხვა ხა გავყოთ ერთმანეთზე, დამოუკიდებლობის იდეა შეიძლება ბოლშევიკებს ესე არ ქონდათ, მაგრამ ნაციონალური იდეა ნამდვილად ქონდათ. ქართულ ბოლშევიკებზეა საუბარი. მე ნაციონალური, მაგრამ მე დამოუკიდებლობას გულისხმობ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს. ეგ სხვა რაღაცა. არა. ანუ მათ ალბათ გავიხსენოთ, მოდით რაღაც თავმდევრობა შევიდეთ. როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა კონკრეტულ ტერიტორიებზე. ეს ტერიტორიები იყო ყოფილი თბილისის გუბერნია, ყოფილი ქუთაისის გუბერნია, ბათუმის ოლქი, ზაქათალას ოლქი. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ სოხუმის ოკრუგი ეგრეთ წოდებული უკვე წინაზე უკვე გასული იყო ქუთაისის გუბერნიიდან და კრასნოდარსკის გუბერნიის ნაწილი იყო. და როდესაც ქართული ჯარი შევიდა სოხუმის ოკრუგში და არა მარტო სოხუმის ოკრუგში, მე ჯიქეთში, სოჭის ნაწილში შევიდა, დენეკინი აბსოლუტურად ლოგიკურად ეუბნებოდა იმას, რომ თქვენ კაცო არ გამოაცხადეთ ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა. თქვენ ოფიციალურად არ გამოაცხადეთ ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა. რატომ შემოიყვანეთ ჯარი? და ის რომ პროცესი ესეთი იყო, ქართული ჯარი რომ შევიდა, იქ გამოცხადდა შემდეგ რეფერენდუმმა დაადგინა, რომ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, კონსტიტუციურად ჯერ არ იყო განსაზღვრული, ჩვენ ვიცით, რომ კონსტიტუცია სწრაფად მივიღეთ მაშინ და მოკლედ პოლიტიკურმა იდეამ აფხაზეთში, საქართველოს პოლიტიკურმა იდეამ ვერ მოიკიდა ფეხი სათანადოდ. ეს ფაქტია. ეხლა როდესაც ჩვენ ვართ უკვე პოსტსამოფარ პერიოდში, როდესაც 30 წელია ჩვენგან მოწყვეტილი არის ეს საზოგადოება იზრდება აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით სისტემით. ამ საზოგადოებას არ გადაუხედია ისტორიული ნარატივებისთვის. ის კიდევ უფრო გააძლიერა ის ნარატივები, რა საბჭოთა პერიოდში იყო, კონკრეტულად კოლონიზაციის შესახებ და ის რომ ქართველები ჩამოსულები და ბარბაროსები არიან. და ამ დროს შენ ესეთ საზოგადოებასთან გიწევს ურთიერთობა და როდესაც შენ ესეთ საზოგადოებასთან გიწევს ურთიერთობა, შენ უნდა შეთავაზო რაღაც, ანუ მოდი ესე შეკითხოთ, რა საერთო ნარატივი შეიძლება გაერთიანდეს დღეს, რა საერთო ისტორიული ნარატივი შეიძლება გაერთიანდეს დღეს
ოსები, აფხაზები და ქართველები. აი რა არის ეს საერთო ნარატივი. ამაზე სამწუხაროდ აი მე სახელმწიფოს კონტექსტში ვსაუბრობთ. არ მოხდა რა უფრო სწორედ თავზარიდების პოლიტიკა, უფრო გონია ეს რუსეთთან მიმართებაში და არ მოხდა რა ჯერჯერობით ამაზე ესე იგი მსჯელობა. მსჯელობის ლოგიკა აი ევროკავშირის ლოგიკა ავიღე, ხო? მოდი განვიხილოთ ეს სამოქალაქო ომებად, როგორც ევროკავშირი განიხილავს პირველ და მეორე მსოფლიო ომს, როგორც ევროპულ სამოქალაქო ომებს. განვიხილოთ შეამცირე ამან ეს ნაციონალისტური სენტიმენტები ამ საზოგადოებებში. კი, ჩვენ ხედავთ, რომ დღეს გერმანელებსა და ფრანგებს იმის მიუხედავად, რომ წლებია მილიონები მოუკლეს ერთმანეთს, ხო, პირველ მსოფლიო ომზე განსაკუთრებით, ხო? დღეს არ აქვს ეს პრობლემა. ანუ რაღაცნაირად მოახერხეს ამის გადალახვა. ჩვენც იგივე უნდა გავიაროთ, აი შეკითხვა დგას ეს ნარატივის დონეზე. ეხლა აკადემიური დონეზე თუმცა ერთი მომენტია რა, ნუ გნახეთ, ანუ ამ პარალელთან მიმართებაში გერმანელები და ფრანგები ერთ სახელმწიფოში არ ცხოვრობენ. ანუ მათ ჰქონდათ ამ პრობლემის დაძლევის ამოსანა საკუთარ სახელმწიფოებში. ანუ ეს მაინც კი არის ევროკავშირია, რაღაცა ერთიანობა, ასე შემდეგ, თან საერთო სარგებელზე ორიენტირებული კავშირია, ასე ვთქვათ, ის ეკონომიკური მიმოსვლის საკითხები და რაღაცები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც ორი დამოუკიდებელი ერია, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თავისი პოლიტიკით, თავისი ეკონომიკით და ასე შემდეგ და სადღაც შეიძლება და იმით რა ქვია მაგას კონფლიქტიც იყოს ინტერესების რაღაცასთან მიმართებაში, სადღაც პირიქით რაღაც. ანუ ამ შემთხვევაში ანუ სამოქალაქო კონფლიქტად ამ თემის მოაზრება რამდენად მოგცემს ჩვენ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ორი ეთნოსის გაერთიანების პერსპექტივას და აი ამ პრობლემის გადააზრების შესაძლებლობას, ესეც საკითხავი თემაა, ხო? ხო, მე არ ვიცი სახელმწიფო ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. მე არ ვიცი ესე იგი აქ თავი როდესაც არ ვიცი ვამბობ რამდენად არის მზაობა ზოგადად სხვანაირი ისტორიული დისკურსის წარმოწყვეტის. რამდენად არის ამის მზაობა. მე სხვადასხვა აი როდესაც ვიყავ ეს შეხვედრებზე, ისინი ზოგადად მოდიან საკუთარი ნარატივის დასაცავად. ისინი არ მოდიან სხვა იმას. როდესაც შენ ეუბნები, მე იქ მithქვას რომ ეს იყო ნუ რეალურად ეს არის 80,000-იანი საზოგადოება, ესე ვთქვათ, ხო? ადაპტიური მითი, აი რამდენი არ აქვს მნიშვნელობა. ისე რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ მაგას, რომ 80,000-იანი პატარა ვითომ არაფერი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ის არა, პატარა როა სწორედ იმიტომ მოდიან დასაცავად საკუთარი ნარატივის. ეს რატო გეუბნები, იცით, თვითონ პირობით, იმიტომ რომ აი ძველი ისტორია ამ გამოვიყენოთ, რომ გადავიტანოთ ხოლმე რომელიღაცა უკუნა 80,000 შეიძლება დიდი ყოფილიყო 80,000-იანი თუ რაღაც იდეით არის შეკრულია და ამას მნიშვნელობა არ აქვს. გინდათ ეს გონია რომ 80,000 და გაქრება ეგრე არ არის. პირიქით მაგას ვამბობ. იმიტომ რომ 80,000-მა ერებს დაუდო საფუძვლად. ეს ერთი და მეორე რაღაც მინდა გითხრას ეს ინფორმაცია მინდა მოგეწოდო. არც აზე მინდა დავამთავრე. უბრალოდ მე ეს პროექტის რატომ წამოვიწე ამას თქვა მინდა. მე მინდა უბრალოდ საზოგადოება შევაგუო იმ აზრს ჩემი მხრიდან რომ არსებობს მრავალი ნარატივი და არ არსებობს ესეთი უცვლელი ისტორიული ისეთი ჭეშმარიტება, ნარატიული ჭეშმარიტება. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ კეისარი არსებობდა, მაგრამ კეისარის мотиваციებზე, კეისარის მიზნებზე, რომის სისტემაზე, ხო, იარსებებს ბევრი მოსაზრება. და სხვა დროს სხვა მოსაზრება იარსებებს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ სხვა ესე იგი კონტექსტიდან, მაგრამ ჩვენ თუ ფეოდალურ საზოგადოებებში ნაციონალიზმს დავინახავთ, ეს გადაულახავი პრობლემა იქნება ნარატიულად. ამიტომ ის საზოგადოება, რომელიც აქვს ზაობა ესეთი ორთოდოქსულად აღარ უყუროს ისტორიულ ნარატივებს და კონდეს იმის საშუალება, რომ აზროვნებაში შემოიტანოს რაღაცა დაშვებები, ესეთ საზოგადოებისთვის უფრო გასაგები იქნება. ანუ მე ის მინდა რომ ქართულ საზოგადოების ნაწილი, როდესაც დაუწყებს საუბარს აფხაზურ საზოგადოებას, მას ესმოდეს რომ ის რისის წამს აფხაზს, ხო? ეს არის რაღაც კონსტრუირებული და ყოველთვის შეიძლება სხვა მხრიდან დაინახოს რეალობა. აქედან გამომდინარე, რატომ არის პირველ შეკითხვას გიორგი, შენსაც, რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორიული ნარატივი, ხო? ისტორიის გააზრების პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ შენ მუდმივად იყო დისკუსიის პროცესში და შენ მუდმივად არ ქონდეს მყარად ჩადებული რაღაც იდეოლოგიები თავში. რატომ არ წინააღმდეგი ქართულ სახელმწიფოებში ესეთ იდეოლოგიების? რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ ნაციონალური ნარატივები იდეოლოგიების გარეშე არ არსებობს, ეს მესმის, მაგრამ მე ვუშვებ იმას, რომ ეს არ იყოს ტოტალური. რომ ადამიანებს კონდეს აი ტოტალური
თქვათ მე ნახე სომეხ ისტორიკოსებში და მე არ მგონია რომ სომეხ ისტორიკოსებს და ზოგადად სომხურ საზოგადოებას ეს ისტორიციზმის ესეთი დონეზე აყვანა მათ ეხმარებათ განვითარებაში. პირიქით, მე მგონია რომ ეს მათ ხელს უშლის განვითარებაში. მე მგონია რომ ის საზოგადოება რომელსაც შეუძლია სხვადასხვა კრიტიკული აზრების მიღება და სხვადასხვა კუთხით დანახვა ისტორიის, მას უფრო მეტი ინსტრუმენტები აქვს მოლაპარაკებების, მას უფრო მეტი ინსტრუმენტები ექნება იმის რომ აფხაზ ოს დაელაპარაკოს როგორც უფროსი ძმა, როგორც უფრო გააზრებული საზოგადოება, რომელსაც ესმის რომ ის რაც აფხაზ ჯერა, ეს არის ხოლმე რაღაცა იდეოლოგია, ნარატივი და იმან მეორე ესეთივე ნარატივი კი არ უნდა იყოს, არამედ როგორც მასწავლებელი მოსწავლეს ისე უნდა შეხედოს და უთხრას რომ შეეცადოს რომ სხვა პოზიციების დაანახოს, სხვა რეალობების დაანახოს სოციალური ცხოვრების. მე მგონია რომ ქართულ საზოგადოებას სხვა გამოსავალი აბედავს, გარდა იმისა რომ ის იყოს უფრო მაღალ ცნობიერების მატარებელი იმ გაგებით რომ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეს და სხვა პოზიციებიდან შეეძლოს ნახვა ეს მისცემს მას უპირატესობას და ეხლა რატომაც ვარ გარკვეულწილად ეს ინფორმაცია მინდა გითხრა და იცოდე 90-იან წლების ბოლოს მე პარლამენტში რო ვიყავი, განათლების კომიტეტში ვიყავი, კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ მქონდა რამდენიმე, არა 1 და 2 და 3 შეხვედრა სტრასბურგში ჩავდიოდით საგანგებოდ, ამიტომ გვიწევდნენ. მე არ ვიცი ხა არ სწორი, არასწორი, არც იყო წინაპირობა, რაზე იყო საუბარი და გვეუბნებოდნენ ესენი, ძალიან საინტერესო ხალხი, ყოველგვარი უკანა აზრების გარეშე და შეთქმულების თეორიის გარეშე, რომ თქვენ თუ ერთიანი ისტორია არ დაწერეთ, გვეუბნებოდნენ ამერიკა-კავკასიის და სამხრეთ კავკასიაში ვლაპარაკობ სომხებთან. ერთიანი ისტორია თუ არ დაწერეთ, თქვენ ეს გინდათ თუ არ გინდათ, თქვენ ამზადებთ ახალ თაობას კონფლიქტისთვის. აი ხედავთ შენ ამბობდი და ბევრი ფიქრია მაგაზე. აი ჩვენ როგორ შევხედავთ, ახლა ჩვენ როგორ წარმოვიდგენთ ჩვენ გარშემო სიტუაციას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იმდენად კი არ გვეუბნებოდნენ, ხა პასტა დავიყავოთ და დავწეროთ, გვეუბნებოდნენ რომ ეს ნიადაგი უნდა გვეუბნებოდნენ უფროსი ძმის პოზიციიდან კი არა და ახლა ცუდო არა ძალიან პრაქტიკულად ავუნებთ ამას ბევრი ფსიქოლოგიური აი შენ როგორ გაიზდები ცი ფსიქოლოგიურად დაჩაგრული და რევანშისტული გაიზდები და აი მე დავკარგე და ეგრე იქნები ამ სიტუაცია თუ აი შუა საუკუნეების ის განვითარება იყო ეს იყო ფეოდალებს შორის ურთიერთობა და მართლაც ესე იყო მე აი შვიდათ ისაუბრებ რომ ერი რას ნიშნავს მაგალითად ქართველი თავადი და სომეხი თავადი როგორ უყურებდნენ ქართველ გლეხს და სომეხ გლეხს ეთნიკურობა როგორ იყო მაგალითად საერთო წამოწეული და ის ტერიტორია დავა რა იყო და ეგეთი სიტუაცია მაგალითად როგორ მოიყვან მაგალითად აფხაზეთის და იმერეთის რომელიმე კონკრეტულ ომს და ამას მე როგორ გართულებას წარმოიდგენ და რა საყრდენად და ნუ თქვა გურიელი და სამი დადიანი რომ ომობდნენ ამას ცოტა სხვანაირად შეხედავ ხო თუმცა ადამიანები ერთადერთ კვდებოდა ხო სწორია ხო და ეს აბსოლუტურად გეთახმები რომ ამან ძალიან ბევრი რამეს აკეთებს ეს აი იგივე ეს 30 წელი ის როგორ გიზრდება ეს ესე იგი მე უნდა დაელაპარაკო ერთმანეთს ევროპაში რასაკვირველია თითო სახელმწიფო იყო მაგრამ ეს ამ თვალსაზრისით მოუქლიბეს ძალიან ბევრი სახელმწიფო მაგალითად იქ აი ტერიტორიული საკითხები ძირითად იმებში ეგრეთი კუთხით არ მიეწოდება და ეს ისტორია გვინდა თუ არ გვინდა აი რო ვილაპარაკოთ ეს ჭეშმარიტება სად არის ჩადებული ესე ვთქვათ სად არის რთულია იმიტომ რომ შენ სიამდვილეში ის კი არა შენი ამბავი არ იცი ზოგჯერ შენი ბიოგრაფია არ იცი და სამთავობის წინ და ეს ყოველ იარაღად გამოიყენება შენ თუ ჩააგონებ რომ ეგ არის ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო და უკვე უყურებ და უკვე სხვანაირი ფიქრით ხარ იქ ცალკე არის ეს ამბავია არა მოდი ესეთი რაღაცა გავთქვათ ანუ განათლების ამ შემთხვევაში მიზნებთან არის დაკავშირებული სიამდვილეში მე ხა რატომ ვარ წინააღმდეგი მაგალითად აი ეს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იმპერიის დემონიზების იმიტომ რომ ჯერ ეს არ გვაძლევს ობიექტურ სურათს იმ ეპოქის მეორე მხრივ ობიექტურ სურათს არ გვაძლევს ზოგადად რუსების ხო და მესამე მხრივ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩვენ ვიყოთ ანალიტიკოსები და ჩვენ ვიყოთ ესე ვთქვათ ანუ ნარატივის შემქმნელები. პატარა საზოგადოებების თავარი ესე იგი პლუსი რაც უნდა იყოს ის კი არ უნდა იყოს რომ ჩვენ ბრმად აღზარდოთ რაღაცა თავობა. აი ეხლა შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური ხედვა, მაგრამ ეხლა ჩვენ ნახეთ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი რომელიც
აი ესეთი იდეოლოგიებით აღზრდილია და რაღაცა ესეთი წმენები, ბრმარწმენები აქვს, ხო, რომელიც არ ემთხვევა რეალობას, ხო? და მე მგონია რომ ესეთ საზოგადოება სუსტი საზოგადოებაა, უეჭველი და ესეთ საზოგადოება იმ თანამედროვე გამოწვევებს აბსოლუტურად ვერ პასუხობს. მე მგონია რომ თვითონ ყველა მეცნიერი მათ შორის ლიტერატურა თუ კი აქამდე საბჭოთა პერიოდის დროს დამოუკიდებელ საქართველოს დროს ემსახურებოდა გარკვეულ ნაციონალისტურ მიზანს რომ ადამიანს ქონოდა ბრმა ერთგულება, ეხლა ამას უნდა რაღაცა დავამატოთ კიდე რაღაც და ეს დამატება ნიშნავს იმას რომ მე ამას ვუწოდებ რაღაცა არქიტექტურის აზროვნებას, ხო, ანალიტიკური არქიტექტურის აზროვნებას, როდესაც შენ შეგიძლია რომ მისი აი აფხაზის მოცემული რაღაც ნარატივი დაშალო და გადააწყო ისე როგორც შენ გინდა. ან როგორც რაღაცა რეალობის, ანუ იმის უნარი კონდეს, რომ შენ კი არ აყვე, არამედ დაუშალო ნარატივი სხვა მიმართულებითაც შეხედო, იმიტომ რომ დეკონსტრუქცია მოახდინო მისი. დეკონსტრუქცია მოახდინო და ახალი კონსტრუირება მოახდინო. ესეთი მიდგომა მოითხოვს განათლების სისტემაში ფასულობის გადაფასებას. რას ნიშნავს? შენ უნდა ყავდეს შემოქმედი ადამიანზე გათვლილი განათლების სისტემა. თუ შემოქმედი ადამიანზე გაქვს განათლების სისტემა აგებული, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ლიტერატურული ტექსტები, ისე საისტორიულ ტექსტებს უნდა კონდეს რამოდენიმე განზომილებიანი. მე არ მომეწონა ბოლო პერიოდში რაც ხდებოდა, რომ აბსოლუტურად დაშალეს ესე იგი ქართული ისტორიული ნარატივი და რეალურად იყო რომ აი იყო ეგეთი ის მომენტი, ვახტანგ გორგასალძე იყო სამი წყარო, სპარსული, სომხური და ქართულში არის დადებითი პიროვნება, სომხეთში არის მოყალატე, ხო სპარსეთში აბსოლუტურად თახსირი, ბოდიში ამ სიტუაციაში თახსირი ადამიანია გამოყალატე და ბავშვი ვერ მიხვდა რატომ ვინ იყო ვახტანგ გორგასალძე, მაგას არ გულისხმობ. ეს გონე ცუდი, ეგ მგონია მავნებლობა. მე მგონია რომ დეკონსტრუქცია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კონსტრუქცია იცი. როდესაც ჯერ შენ რაღაც ეტაპამდე შენ მოგეწოდება რაღაც ნარატივი, ეს ნარატივი უნდა იყოს გათვლილი კონკრეტულ რაღაც ლოიალობის სიმბოლოების გაჩენაზე, შენ უნდა იმის მიუხედავად შეიძლება თბილისიდან მე-7 კლასში ხარ და სვანეთში არ ახარ ნამყოფი, მაგრამ სვანეთში არსებულ არქიტექტურის ტრადიციების მიმართ უნდა ქონდეს ლოიალობის განცდა, როგორც მაგალითად კახეთში იმაში და სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ეს ლოიალობის გრძნობა შენ უკვე გაჩენილი გაქვს, შენ უნდა ასევე გასწავლონ უკვე აი ამ საზღვრებს იქით რაღაც რეალობების დანახვაც. არ უნდა ჩაგტოვონ მარტო საზღვრებში. საზღვრებში ჩატოვებული საზოგადოება ყოველთვის მარცხდება. ეგ ამას ჩვენ ხედავთ ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდში. ამიტომ ეს იწვევს უკვე სხვა თვისებების რაღაც განვითარებას. ეს სხვა თვისებები აი რატომ არ მომწონს აი ლიბერალების მიდგომა კვლავ იმეორებ, კრიტიკული აზროვნება გონიათ რომ ყველაფრის მიმართ კრიტიკული უნდა იყოს. კრიტიკული აზროვნება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გაქვს შენ განათლება ცოდნა. ანუ ცოდნის გარეშე არ არსებობს არანაირი კრიტიკული აზროვნება. და ჩვენ ვერ მოვახდინეთ მე ხა ისტორიის სახელმძღვანელოდან ვშეძლებ და არა სხვა საგნებიდან, ამიტომ შეიძლება სხვა საგნებში სხვანაირად და ბოდიში ვხვდი სხვა საგნის სპეციალისტებს, მაგრამ ისტორიიდან ზუსტად ვიცი რომ კრიტიკული აზრი რატომ უნდა შეიტანოს შენ რა ვიცი მე-6-ე მე-7 კლასში ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია რატომ უნდა შეიტანო კრიტიკული აზრი მე-12 კლასში, ეს ჩემთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე ერთი შენ რო ასწავლი რაღაც ნარატივს, ანუ ლოიალობას უჩენ, ეს ერთი ეტაპია და მეორე ეტაპი უკვე შენ როდესაც ქმნი ამ შემოქმედ ადამიანს. და შემოქმედი ადამიანი ნიშნავს სწორედ იმას, რომ თვითონ არის არქიტექტურის ცნობიერების. ერთი ელემენტი, ანუ ბოლოსკენ მივდივართ უკვე და ესე იგი იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც შენ თქვი საბოლოო ჯამში, ხო, გამოვიდა ესეთი რაღაცა, რომ არსებულ მდგომარეობაში თუ ამ კონკრეტულ კონფლიქტთან მიმართებაში რო ავიღოთ, ხო? ანუ და ეს ალბათ ბევრ სხვა სფეროზეც შეიძლება რომ იგივე მოცემულობა გქონდეს. ამ კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებაში ნარატივი, რომელსაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, საბოლოო ჯამში ამ კონფლიქტს გადაუჭრელს ხდის. და ეს გადაუჭრელობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრივ აფხაზები სუბიექტები არ არიან და ისინი არიან დამოკიდებული იმ კონფლიქტის გადაჭრაზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს და მეორეს მხრივ რუსეთი იმდენად დემონიზებულია, მასთან ურთიერთობა არ შეიძლება. ანუ საბოლოო ჯამში არის წრე, რომელშიც ეს არ გადაიჭრება. იმიტომ არ გადაიჭრება, რომ იმას არ ველაპარაკები, ის დემონია და იმას თუ არ ველაპარაკები, შენ საერთოდ არ არსებობ. ხო? და ეს ალბათ ანუ ეს მხოლოდ განათლების სისტემის პრობლემა კი აღარ არის უკვე. მართლა იმ სახელმწიფო ხედვის
პრობლემაა, რომელიც ბოლოს ამ სახელმწიფოში აისახოს, ხო? ანუ სახელმწიფოს როგორ აქვს დანახული, უნდა თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა. გიორგი, ხედვა შეიძლება ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებს ან რაღაც ჯგუფებს შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ 50 წლის განმავლობაში ამას ახლა ღიად ვამბობ, ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ვერ მივიდა ვერასდროს სკოლის მერხამდე. ეს ხედვა ძალიან ცალკე ვითარდებოდა და მეტიც რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს სერიოზული განათლების. განათლება არ არის მარტო ორს მიუმატო თორე ეს კომპლექსურად ესეც ჭირდება და აი შენი ადგილი რო იცოდე მე გუგრამიშვილის მეორე აი ვინა ხარ საიდან მოხვედი სადღაც ახვედი დემონიზაცია ახსენა აი მაგალითად ეს არ დაწყებულა ეხლა და არ დაუწყეთ საბჭოთა კავშირში დაიწყო დემონიზაცია გერგიონები და ახლა ჩვენ და ყოველ წუთში ჩასაფრებული ადამიანი აი კარგი იყო არა მაგრამ დემონიზაცია ხდებოდა ოსმალეთის დემონიზაცია ხდებოდა იმიტომ რომ ეს აწყობდა პოლიტიკას კარგი კი არ ხდებოდა და ახლა იყვნენ როგორ არ გუსეოდა შახაბაზეც იყო და ნადირ შახეც იყო და ესეც იყო მაგრამ ჩვენ აი მუდმივი აღქმა სიტუაცია რაც შეიძლება თუ დავინახებთ სწორად უნდა შევცვალოთ ჩვენ ესე იყო აი ჩვენი აღქმა იყო ჩვენი აი რეალობისა იყო ისტორიიდან აი მე-15 საუკუნეში შემომესია მე ესე ვთქვათ აი ამ მუდმივ ამ რეჟიმში ვართ არა და იცვლება ეს რეალობები და ეს კეთდებოდა მუდმივად და ჩვენ დემონს დღესაც აი ესე უყურებთ რომ დემონი უნდა იყოს ახლა ვიღაცა მადგა და ევროპაში დაიწყო და უყურებ ახლა მეორე დემონი ევროპაში ხდება დემონიზაცია აი ესე ნუ გუპავენ ვიღაცამ იმაში დაინახა დემონიზაცია აი სუნტრების აი ჩვენ როგორ აი დასაწყისში ახსენე შენა რატო მინდა ეს პრობლემა რომ ჩვენ კულტურო ხალხი გვესეოდა უნდა გითხრა რომ როგორ ისწავლებოდა საბჭოთა კავშირში ჩემ აღქმას გეუბნები მე კაი დიდი ვიყავი ნუ სტუდენტი და ის რომ მაგალითად მეცი ესეთი ისა და უკვე რომ დავიწყე მუშაობა და ვიკითხე ვასტოჩნი რენესანს რუსულად დავიკითხე ფრანგი ის არის და ჩვენ გაუჩებული ვიყავი ამ რომ დავინახე რომ დიდ კულტურასთან გვაქვს საქმე ჩვენ დაახლოებით ესე მოგვეწოდებოდა ესე შეიძლება არის წერა რომ მოვიდა ველურ ესე იგი ჩვენ თელ სოფლიო იყო მოწოდებული რომ ჩვენი სისხლი დაელია და ვენახები აეჩეხა და განადგურებინა და ყველა მტერი იყო მე გეუბნები საბჭოთა კავშირის დროსაც ეკჩებოდა არაბები მოვიდნენ ის მოვიდნენ და ამ დროს დემონიზაციის გარეშე რომ გადახვიდე მაგალითად ელაპარაკო რომ სხვათა შორის ერთი თეორია რო გითხრა რომ არაბებმა პირველი ფული ლონდონში და იკვლევენ ამასე 714 წელს ვართ შეიძლება თბილისში მოჭრეს საერთოდ მაგ პერიოდში თუ არა და ნუ ეგ მალევე მოჭრეს თბილისში აგერ ობსერვატორია მუშაობს ამბავი მუშაობს და ის მაგალითად ვთქვი რომ არაბებისგან გაიგეს ევროპელებმა მე ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ამბავი წაიკითხეს ესე იგი ამ თბილისში არის საშუალება განათლება მიიღო იქიდან მიიღო აბა ეს რუსთაველი წაილა ხوار გაშა მაგრამ ჩვენ ეს ამ კუთხით ეს ხაზი გამოგძელდა აი მთლიანად აი მე ესე რა ეს აი გარჩემო ისეთი სიტუაცია რომ ვიკვლევდით რომ სალოდით რომ ეს იყო ესე ერთი ეს ცივილიზაციის კერა და საყვარელი ხალხი ვარ და სულ ბნელი ჯოგები გვახვევია გარშემო ხო სპარსეთი ამ ხელა პოეზია ამ ხელა კულტურა ამ ხელა ამბავი ამ თალა მემაში ალბათ ხედვა ჭირდება ჩვენ ეს კი არა და მეორე მხრივ აი ეს რო გითხარი ვიღაცას უყვარვართ და ვიღაცას არ უყვარვართ აი ვეძებთ ჩვენ ესე ვიღაცებს იმიტომ რომ არ უყვარდით მაგრამ არიან სადღაც რომელთაც უყვარვართ და ეს რომ დინამიკა განვითარების ალბათ აი ეს თანდათან უნდა შეიცვალოს მაგრამ ეს ერთი ამისთვის რა გჭირდება ერთი გჭირდება რომ ხედვა კაფეოდ ჩამოყალიბდეს და მეორე სისტემა განათლებისა რომელიც ამას აიღებს და ახალგაზრდას აღზრდის თორე მარტო საქმე თუ ვერ მიაწოდე სახელმწიფო ვერ წააკითხე რა მნიშვნელობა აქვს ამას ახლა და არ დაგოწეს ამას რა ხელა დრო უნდა ჩვენ რო ლაპარაკობთ იმ აფხაზებთან შერიგებაზე ესე არ არის ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ხო ახლა მე ამას ამბავი უნდა ამას გადააზრება უნდა მე ამას დაწერა უნდა მე ამას სწავლება უნდა მე ამას მიტანა უნდა მე ამას საუბარი უნდა თორე კი ბატონო შეიძლება გაიწიო რუსები და დავრჩი ჩვენ აფხაზები პირდაპირ მან იცის ეს ისტორია რომ შენ მას ისტორიულად ჩაგრავდი ესეც ხო მე გავაკეთე კონტაქტები ეს კონტაქტი უდივად უშლიდი და უნდა რომ გავანადგურო და ეს იყო მიზანი ჩემი თავიდან ბოლომდე და ის ამ ციტატებს კითხულობს ამ ფრაზებს კითხულობს და ბევრ შემთხვევაში ნუ რაღაცა შემთხვევები არის ნუ ძალიან ცუდი რაღაცებიც არის ნათქვამი და გამონათქვამი ხო ადამიანი რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვინდობთ და ენას ხო შეიძლება არ ვაკონტროლებთ
ხო და აი ეს თემები არის ძალიან იცით რა არის ნუკრი თან შეაჯამა ხო და ეს დემონიზაციის თემა თვითონ იცით რა ჩვენ ძირითადად ვამთავრებთ ოპტიმისტური განწყობები ვამთავრებთ მაგრამ ესე იგი დემონიზაცია რა არის ეს არ არის მარტო ერთი რაღაცის დემონიზაცია ჩვენ ერთმანეთის დემონიზაციას არის მოხდენი აი მაგალითად შენ უნდა სულ ადამიანი არის რომ ამან უნდა აბსოლუტურად ცუდი უნდა თქვას აი უკვე წინასწარვე მე გარწმუნებ რომ ჩვენ არ დაგვიწყია აი მაგალითად საუბრობთ ხო რა დიდი ჭეშმარიტება ხარ ჩვენ თქვით რომ რაღაცა უკვე ადამიანები დაждდებიან ამას თუ შეხედავენ თუ არა არ შეხედავენ უკვე იციან რომ ჩვენ ცუდი ვილაპარაკეთ რა არის აი მაგ ბლოგს საკუთარ ისტორიის აპოლოგეტიკაში აქვს ესეთი მომენტი რომ თუ კი აქამდეო ისტორიკოსები მოსამართლეები იყვნენ დღესო ისტორიკოსების ამოცანა არის რომ გაიგოს მოსამართლებაზე უარი უნდა თქვას. ანუ ჩვენ როგორც წესი ვაფასებთ აი ვინ იყო კაი და ვინ იყო ცუდი. რა თქმა უნდა ზოგადად ლიტერატურა და ისტორია და ჩვენ ვიყავით როგორც წესი ვინც აკეთებს ის იყო კარგი. ლიტერატურა და ისტორია ერთმანეთთან დაკავშირებულია, ნუ სასკოლო მერხზე ორივე არის რაღაცა ამბავი, მაგრამ თავი რა არის იცით ვარ დაკვირვებული, რომ როგორც წესი ინტეგრაცია ხდება გარკვეულწილად რაღაც არქეტიპების დონეზე და როდესაც მე ვსაუბრობ არქეტიპების დონეზე, მე ვსაუბრობ რომ ყველა მაგალითად საქართველოში ყველა მხარეს ყავს საკუთარი გმირი ჩვენ ისტორიაში. და როდესაც არ ხდება ესე იგი როდესაც არ ხდება ინტეგრაცია და სად არ ხდება ინტეგრაცია ამაზეც ვიტყვი. როდესაც რომელიღაც მხარეს შენ ისტორიოგრაფიაში არ უჩნდება გმირი. და ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენ ისტორიას, უარს ვამბობდით ხშირ შემთხვევაში, რომ აფხაზი გმირი ყოლოდა. მე სკოლის სახელმწიფოებზე ვამბობ. ანუ რა გმირი რატომაა საჭირო, რომ ეხლა მაგალითად საერთოდ არ იყო ისა, ხო, რა ქვია, სვანეთში არ იქნებოდა ერეკლე მეორე. მაგრამ სვანებისთვის ერეკლე მეორე გმირი არის. როგორც პირიქით, ეხლა ბევრი დადაშქელიანია, რომელიც ჩვენთვის კახელისთვის გმირი არის, ხო? ანუ არსებობს კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული ისტორია, რომელთანაც შენ თავს გააიგივებ. რატომ იყო ხა განსაკუთრებით კახელებისთვის ერეკლე მეორის რაღაცა ეგეთი ლანძღვა, ხო? იმიტომ რომ არსებობს რაღაცა არქეტიპული გმირი. რა თქმა უნდა, მე ერთი მხრივ თქვი, რომ ეს ერთი მხრივ თქვი, რომ ანალიტიკური ნაწილი უნდა იყოს და მოსამართლე უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ისტორიაში უნდა გაჩნდეს და იყო ეგრე, კი არ უნდა გამოიგოთ, არამედ უნდა გაჩნდეს ის პიროვნებები, რომელზეც აფხაზი ოსი საკუთარ თავს დაინახავს აქ. ჩვენთან კი იყო რაღაც პერიოდი და ეხლაც არის სხვათა შორის მეტნაკლებად ძლიერი ეს დავით სოსლანის სახე ხატება არის ძლიერი და ნუ ოსები ახლა მე ვუყურებ მათ YouTube არხებს და ასე ამაყობენ ამ პიროვნებით. ეს ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნია. ანუ ის რომ მათი ინტეგრაცია ისტორიული ინტეგრაციაზე აქვს საუბარი. და აფხაზური მხარის აი ესეთი გმირი ჩვენ ისტორიაში არ არის ჯერჯერობით. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოში, ხო? და თუმცა გვიგზელდება, მაგრამ მანდაც არის რესურსი ჩვენ გამოვყენებთ ის მეფეები, ვიზეთ ჩვენ მაგაზე საუბარი. ჩვენ ვიზეთ ვდაობთ. სილამდვილეში აბა ერთი ისე გეკითხა, აბა ლეონიდს გეკითხა, შენ აფხაზი ისე გეტყო და მე აფხაზიც ვარ, მეფე აფხაზ საქართველოს ჩვეულებრივ ხალხი არ ვიდაოთ ამაზე, ჩვეულებრივად იყო, ხო? და აქ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ну ისინი ჩაიკეტნენ აი ეს უნდა ვიცი ისინი არის ძალიან ჩაკეტილები ნარატივში ჩვენ გვქონდა იმის და გვაქვს იმის რესურსი რომ აი ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ და შევთავაზოთ ისეთი ნარატივი რომლისთვის ისინი მზად არ იქნებიან დამეჯერეთ დაიბნევიან ისინი ვერ მიხვდებიან რატომ არ მეკამათება ქართველი ავტოქთონურობას და სხვა რაღაცაზე რატომ საუბრობს ისინი და ისინი ისე იგი მზად იქნებიან სხვა ნარატივებზე სასაუბრო. ისინი მზად იქნებიან, რომ დავით სოსლანზე სასაუბრო მზად არიან. სადაზე? დავით სოსლანზე მაგალითად. სხვა ისეთი ადამიანებზე მზად იქნებიან. და ჩვენ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ ნაწილზე. ამ ნაწილზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, იმიტომ რომ როდესაც უარს ამბობ გარკვეულწილად მათ როლზე შენ ისტორიაში და მარტო იმაში კი არ უნდა გამოიხატებოს არის ესეთი მცდელობები და ეს თქვი ქართული ისტორიკოსებთან რომ ჩვენებს ეხლა ქონდათ ესეთი რომ აი ოსები ჩამოსახლდნენ და რაღაც ქართულებმა იქ ასწავლოს რაღაც მიწათმოქმედება და რა კაი იყო მაგრამ აქ პიროვნება არ ჩანს ესეთ ნაწილში პიროვნება არ ჩანს
იმისთვის რომ ინტეგრაცია მოხდეს საჭიროა პიროვნებების ისტორიაც და პიროვნებები ქმნიან ყოველ შემთხვევაში რაღაც იდეალებს. ესეთი მშრალი ტექსტებით შენ რომ აი ოსები ჩამოსახლდნენ და ქართველებმა როგორ გვერდში დავდნენ, ესეთი არაპიროვნული, დეპერსონალიზებული ადამიანებით შენ შეერწყმა ერთ ორგანიზმად ხო და ჩვენ ობიექტურად გქონდა, ეხლა ჩვენ გამოსაგონი არის, ობიექტურად გქონდა საერთო ისტორია. ამ საერთო ისტორიაზე, როდესაც ჩვენ არ აქვს კონცენტრაცია და ჩვენ უბრალოდ ყველა კონფლიქტს მათ შორის აი ეხლა ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ, იყო სულ ეხლა 3 წლის წინ იყო სახელმწიფოებზე იყო საუბარი სააკაშვილის პერიოდი როგორ უნდა შეეფასებინათ და ძალიან დიდი ის იყო კამათი იყო მეც ვიყავი ამის შემსწრე სახელმწიფოში ეწერა რომ ესე იგი სისტემური დანაშაული ქონდა სააკაშვილის ჩადენილი და გამოჩნდა ისტორიკოსები რომ სამობნე ეს იყო გადაცდომა ანუ მე შორეულ ისტორიაზე კი არ ვსაუბრობ, აი ახლანდელ მოხდა ამბავზე, როგორ უნდა ჩაწერილიყო ისტორიაში. მოკლედ არგუმენტი იყო ესეთი, ერთი მხარე ამბობდა, რომ ჩვენ ეხლა რომ ჩავწეროთ, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული, ის ბავშვი, რომელიც მაშინ მისი მშობელი სისტემაში იყო, ამას რო წაიკითხავს, რა როგორი განწყობის იქნება, ხო? მე პასუხი დავუსვა, აბა იმ შვილი, რომელიც სხერპლის შვილი არის, ხო, რო წაიკითხავს, თურმე მისი მშობელი, ესე იგი, შეცდომის შედეგად დაზარალდა და თურმე სისტემური არ ყოფილა, ხო, ის როგორ შეხედავს ამას? ანუ აქ საკითხია იცით რაზე, რომ რაღაცნაირად ჩვენი ისტორიას, უახლესი ისტორიას არ უნდა გავექცეთ. ჩვენ სახელმწიფოები ყველაფერს ცდილობენ, რომ გაიქცნენ გვერდი არის რიდო. იმის ნაცვლად რომ მოხდეს რაღაცა მოვლენების გაგება და არა უარყოფით უბრალოდ გვერდის არიდება. ეს და ამას ისტორიკოსი ვერ გააკეთებს. ამას უნდა აკეთებს სახელმწიფოს უნდა ქონდეს ეს პოზიცია. და კვლავ ვიმეორებ, ყველანაირ ისტორიულ ნარატივს და მის სიძლიერეს განსაზღვრავს პოლიტიკური კონტექსტი. პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, როგორ აპირებენ ოსებთან, აფხაზებთან, მათ შორის ქართველებთან საუბარს, ხო? როგორ აპირებს ის საკუთარ ისტორიაზე, საკუთარ იდენტობაზე საუბარს. და თუ ეს რაღაცა დაფიქრება არ იქნება ქართულ საზოგადოებაში, ეს ილუზიები, აი ესე ვიტყვი, ეს ილუზიები არ მიგვიყვანს პოზიტიურ დიალოგამდე. ამიტომ მე მგონია ქართულ საზოგადოება მზად არის, ქართულ საზოგადოება ძალიან გაიზარდა იმისთვის, რომ ჩვენ გადავხედოთ აი ამ ნარატივებს და ქართულ საზოგადოება რაც უფრო დრო გავა, უფრო წინ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დასავლურ ისტორიოგრაფიას ვეცდებით მათგან განსხვავებით. ჩვენ ვეცდებით ბევრ ისეთ თეორიას, რომელიც არ ჯდება იმ რაღაცა ვიწრო ნაციონალისტურ ახსნებში და უფრო ფართო არის და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ძლიერები ვიყოთ, უფრო გააზრებულები ვიყოთ და დიალოგშივე მოახდინოთ მათივე რაღაც კონსტრუქციების დეკონსტრუქცია. და გამოსავალი ჩემს ეს არის ჩვენმა პატარა ერი, რომელიც თუ არ იქნება ხარისხობრივად, ანუ აზროვნებით, უფრო განვითარებული, თუნდაც მის განვითარებულს ხა ბიოლოგიურად არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რაღაც ცოდნები, წამყვანი ცოდნებით მას თუ არ ეცოდინება, ის უბრალოდ სიოსოსუნარიანი ვერ იქნება ამ იმაზე და ის პოლიტიკა რომ ისინი რაღაცას წერდნენ და ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ დავწერთ და მოდივით ვეომოთ ამას ისტორიული ომები ქონდეს, ერთხელ გამოაჩინა რომ ამან არანაირი შედეგი არ მოგვწია. ამიტომ საჭიროა გადააზრება, საჭიროა უფრო მეტი თეორიები და უფრო მეტი კონსტრუქციები. არა, წარმატება უნდა უსურვოთ, იმიტომ რომ მე ესე ვუდორებ და ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ შელობა რაც ნუკრიფ დაიწყო თავის ამ პოდკასტში და თვითონ ასეთ თემა, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცნაირად ცალკეულ მეცაც გეტყვი რაღაც თითქოს ისე რომ ისტორიის გარეშე ვცხოვრობდით რაღაცნაირად აი არადამეტი გვჭირდება და უნდა სწორი კუთხით შემოტანა ან გვჭირდებოდა რაღაც ან ხმლად მარტო და ხმალიც არის ხარ შევალ განხილვაში მაგრამ ისტორია სააზროვნო საშუალებაა და თავისუფალი აზროვნება აი კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი აზროვნებაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა რაღაცა აზრი თქვას მაგალითად და ეს არის სხვადასხვა ბოლო გამიგზელდება მე სკოლაში ვასწავლე და ბავშვებს საქართველოში სხვაგან მე თავს ვერ დავდებ უჭირთ წერა უჭირდათ ჩემ დროსაც მე ვსწავლობდი მაშინაც უჭირდათ რატო უჭირდათ ეს წერა გარჩევა იწერებოდა გაგახსენებთ აი ჩემი თაობის ხალხ თქვენ არ ვიცით მაგრამ გარჩევის დროს
უკვე და მე უკვე რო ვასწავლიდი, მაშინ მივხვდი ამას, რომ და ვასწავლიდით უკვე გზა აპოსტოლატებით. და აბა რა უნდა გაარჩიო, ხა თუ თავიდან ვეტყვი შემოვლოშები თავი რომ ეს ესეთია, და წიგნში ესეწერია, შუშანიკი ესეთია და იწყებოდა დიდი ქართველი მწერალია ყველა, მე ესეთია, მე დადებითი პერსონაჟები და უარყოფითი პერსონაჟი. არ არის თავისუფალი აზროვნება. ჩვენ აი თავისუფალი აზროვნების თემა და იქ აცილებით უფრო მეტად შედიხარ ამ სიტუაციაში, მაგრამ იყო რომ აი დადებით პერსონაჟებზე ცუდის თქმა არ შეიძლება. შეიძლება კი არ გაელახე, მაგრამ შობას ნამდვილად დაგიბარებდნენ და არ ხურო, მაგრამ დაგეწერა რომ მე მაგალითად არ მომწონს, აი ტარიელი არ მომწონს მაგალითად, ხო? აი რაღაც. და ოღონდ არ მომწონს და ესე კი არ მომწონს, იმიტომ რომ აქ ეს ჩაიდინა მე 18 სტროფში რომ ტექსტი წაიკითხო. ჩვენ დღესაც ჩვენ გვაქვს პრობლემა თავისუფალი აზროვნების, იმიტომ რომ ემან რამე არ მოხდეს და ამ ისტორია არ გამოდის ამ თავისუფალი აზროვნების გარეშე. აი მე თუ ესე ვთქვი პატრიოტი არა ვარ, მე თუ ესე ვთქვი და ის რაღაც ავტოხტონურობაზე არის, ერთია რომ ისტორიული კვლევა და მეორე შიშია. ადამიანებს მე თვალს უყურებ, შიში მე სულ ვიმეორებ ამაგას და გარდავასახელებ გვარს ჩვენ ქონე. ერეკლეზე რო ფილმს ვაკეთებდი, ადამიანს უთხარი ისტორიკოს, რომ მოკლედ კონსულტანტი თქო გადახედეთ ხო და შენი ჭირება ნუგავრევ ამ საქმეში. მოთხარი კაცო თუ ასწავლი და თუ შენ მოღალატე გონია ეს კაცი. მაშინ უთხარი ეს სტუდენტებს ვიდაბრი გაცილებით უფრო იქნება და დაასაბუთე. არ გონიაო, მაგრამ შენი ჭირიმე ნუგავრე. აი ნახ შიშის სიტუაცია და მე უნდა გითხრა პირდაპირ. ერეკლე საზოგადოების ერთმა ნაწილმა აქ მიაჩნია გაყიდა თხასავით პირდაპირ, იმიტომ რომ ემან რამე არ დამაბრალონ მეო და ჩაიგუბა პირში წყალი იმ სფეროს ხალხმა, რომელსაც ტრადიციულად ხო და ეს კაცი ესე იყო თავისუფალი აზროვნება ხა ერეკლეზე კი არ ვაპირებ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე, რასაც აქ ვეთვალე მოგიმართოს. და მადლობა მეგობრებო განხილვისთვის, ნუკრი მადლობა ჩვენთვის სტუმრობისთვის და აბა წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში.